მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვიწყებთ გადაცემას, ჩვენ ვაგზას ვირჩევთ. გადაცემას წაუძღვებიან ბესიკ ბოგველი, მეცნიერებათა კონგრესის წევრი, ფსიქოლოგიის განვითარების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ 17 დეკემბერს გამართულ მეცნიერებათა კონგრესის შესახებ და შესაბამისი მიმართვისა და დოკუმენტების შესახებ, რომელიც იქნა მიღებული და განხილული. მეცნიერებათა კონგრესი თვლის, რომ უპირობოდ დღეს სისტემური ცვლილებების დროა, ძველი უნდა დასრულდეს და ახალი დაიწყოს. დღეს ქვეყანა იმყოფება კრიზისში, არა მარტო უბრალო კრიზისში, საკმაოდ მაღალი დონის გეოპოლიტიკურ კრიზისში და აქედან გამოსვლა მხოლოდ ეროვნული სახელმწიფოებრივი მოძრაობის გარეშე შეუძლებელია. ჩვენ ყველამ დღეს საქართველოს უნდა უგუჩაგოთ, გვერდით დავდგეთ, სხვა შანსი რეალურად არ არსებობს. ჩვენ დღეს გაგაცნობთ შესაბამის ქართული ერთობისა და მეცნიერებათა კონგრესის ბოლო 15-20 წლის განმავლობაში დოკუმენტებს, სამოქმედო პროგრამებს, რომლითაც ჩვენ იმედი გვაქვს და მეცნიერებათა კონგრესს, რომ ქვეყანა დაახდებს კრიზისს. მთავარი პრინციპი, რაც არის მიღებული ამ ეროვნული სახელმწიფოების შემოძახილის, ეს არის მოქმედების ერთიანი მანიფესტი, ერთი სამშობლო, ერთიერი გაერთიანებული სახელმწიფო. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია სწორად გავანალიზოთ კონგრესის ჩართულობა ამ გეოპოლიტიკურ კრიზისში. 17 დეკემბერს გაიმართა მეცნიერთა კონგრესის გაფარდოებული სხდომა, სადაც გამოითქვა სხვადასხვა მიმართულების შეხედულება. თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ ამ კრიზისში რომელიმე მხარის დაჭერა არის დამღუპელი ქვეყნისთვის. ამიტომ მეცნიერებათა კონგრესმა განაცხადა, რომ ჩვენ ვერთობით ამ კრიზისში, როგორც მხარეთ, როგორც კრიზისის მართვის მხარეთ, თავისი მულტიდისციპლინარული გუნდით, სადაც არიან შესული პოლიტიკოსები, ფსიქოლოგები, ისტორიკოსები, რადგან ამ კრიზისის მართვა მხოლოდ ორი პარტიის პოლიტიკური ინსტრუმენტები თითქმის შეუძლებელია. ყოველივე მხარეს უკან დგას საკმაოდ დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეები. ამდენად ერთი მხარის გამარჯვებაც კი არავითარ შედეგს არ გამოიტანს და აქედან გამომდინარე ეს კრიზისი არის ქართველი ერის და ქართველი ხალხის ღირსების საკითხი. ეს კრიზისი ჩვენ უნდა მართოს, მით უმეტეს დღევანდელ ახლა ჩამოსულ ევროპული საბჭოს მდივანმა აშკარად განაცხადა, რომ ის არ ჩაერთვება აქტიურად ამ კრიზისში, მხოლოდ კონსულტაციები და შესაბამისად არჩევნებისთვის მთელი ცვლილებებით იქნება დაკავებული. ამდენად როგორც ხედავთ, კრიზისი თანდათან უფრო ღრმავდება, არც ერთი მხარე არ თმობს პოზიცია და ესეც უნდა იყოს, იმიტომ რომ კონკრეტული მხარის გამარჯვება გამოიწვევს მეორე გეოპოლიტიკური მხარის ჩართვას. ძალიან სერიოზული თამაშებია დაწყებული, აგერ ჩვენ ხედავთ სირია როგორ გადაანაწილეს, თურქეთმა უკვე დაიწყო ერთობლივად სირიის მთავრობასთან სახელმწიფოს შენებლობა, რაც ნიშნავს, რომ თურქეთს მისცეს ამ გეოპოლიტიკაში ძალიან დიდი გასაქანი და საინტერესო ის არის, რომ გუშინ დაიწყეს ზანგეზურის დერეფნის საკითხებზე, დაკონსერვებული დერეფნის საკითხზე საუბარი. აზერბაიჯანი და თურქეთის მაღალი დონის პირებმა დაიწყეს საუბარი ამ ზანგეზურის დერეფნის შენებლობაზე, რაც ნიშნავს ძალიან დიდ მოგებას აზერბაიჯანს და თურქეთის, თუმცა აგზის შენელობა ნიშნავს, რომ ქართულ სახელმწიფოს გამოაგდებენ ძალიან დიდ თამაშიდან და ეს მეორე მხრივ გამოიწვევს სხვადასხვა კატაკლიზმს. ასე რომ, როგორც ჩანს, არავინ არ არის ამ კონფლიქტში ჩამთვლელი მხარე, როგორც კი ჩვენ ჩავერთვეთ და განვაცხადეთ ჩვენი პოზიცია, საკმაოდ დიდი გამოხმაურება პოვა, ბევრმა მოინდომა ჩართვა აღნიშნულ პროექტებში. თუმცა ჩვენ თვლით, რომ ამისთვის არის საკმაოდ დიდი ცოდნა. ჩვენ შესაბამისი გამბედაობა და ვალდებულება გაგვიშთა იქიდან, რომ ჩვენ ვფლობთ შესაბამის კაპიტალს, ეს არის სამეცნიერო კაპიტალს, ნებას, ასე რომ ჩვენ ამ პროექტში ჩართულები ვართ. შევთავაზეთ არასამთავრობოს, ბატონი გიორგი ვაშაძე დათანხმდა, რომ ისინი დაჯდებიან და გასავლელივად რამოდენიმე პარტია, მთავრობა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მომენტისთვის ესეთი პირველი მოთელვითი დატესტვა ინტერესების
ინტერესებით შესაძლებელი ამ კრიზისის მართვით. თუმცა ამასთან ერთად მეცნიერებათა კონგრესი უფრო გლობალური ხედვა აქვს, ის ფიქრობს ეროვნული სახელმწიფოური მოძრაობის დაწყებას და ჩვენ ვფიქრობ ამ მოძრაობის გარეშე შეუძლებელია ქვეყანა დამშვიდეს. უნდა მოხდეს ყველა კონფლიქტების ერთობლივად განხილვა, ბატონ მიხეილ სააკაშვილის პრობლემის განხილვა, წინა მთავრობის 91-12 წლის სახელმწიფო გადატრიალების შეფასება და იქ კონფლიქტის დასრულება. ჩვენ უნდა დავასრულოთ ყველა, რომ თითქმის ყველა გამოვიდეს ამ კრიზისიდან მოგებული ერთმანეთის პატივისცემით. ეს არის ძალიან რთული და ძალიან დიდი საქმე და ძალიან დიდი შრომატევადი საქმე. თუმცა შესაძლებელია ამ კრიზისის მართვა. ფაქტიურად ჩვენ უკვე მეცნიერებათა კონგრესში თამაში ვართ, როგორც მხარეთ ვიცავთ ხოლმე საქართველოს ხალხს და თავარი რაც არის სწრაფად არის ყველაფერი გასაკეთებელი, იმიტომ რომ ახალგაზრდა თაობა ტოვებს საქართველოს. ეს არ არის იქით მხრიდან აქეთ მხრიდან მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან საგანგაშო ნიშანია და ქვეყანა არ ავისაუბრე ისეთი თავისუფლება და ისეთი სახელმწიფო, რასაც ბავშვები არ გვეყოლება. ხო, ამიტომ ძალიან სწრაფად არის გასაკეთებელი ყველაფერი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მმართველი პარტია და ოპოზიციური პარტიები თანამშრომლობენ ქვეყნის გამომავალი თაობისთვის. ასე რომ სწორედ ამაზე გვექნება დღეს საუბარი და შესაბამის რა თქვენ მოგახსენეთ პროგრამული დოკუმენტების განხილვაზე. მე მინდა ახლა სიტყვა თხოვო ბატონ თემურ შანშიასვლის პარტია თეთრების თავმჯდომარეს მეცნიერებათა კონგრესის წევს. თხოვო ბატონ თემურ. დიდი მადლობა. ამ შესწავლის შემდგომ მე ვადასტურებ იმას, რომ მეცნიერთა კონგრესი ამ შემთხვევაში შედის მხარე, მაგრამ კრიზისის დაძლევის მხარედ და არა დაპირისპირებული მხარეების მხარედ, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვებრძვით რომელიმე ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ დაპირისპირებული მხარეები ქმნიან დღეს უბედურებას ქვეყანაში და დღეს დაპირისპირებული მხარედ ყოფნა არის კატასტროფა. ამიტომ რეალურად შეუძლებელი გახდა და შეუძლებელი გახდება კიდევაც ამას ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ, რომ დაეთანხმოს ან ხელისუფლება, ან ეს ოპოზიცია, იმიტომ რომ მათი განცხადებები რეალურად არის კატეგორიულად საწინააღმდეგოდ მომართული, არავის დიალოგი არ უნდა, მე არ მესმის პოლიტიკა დიალოგის გარეშე, ეს წარმოუდგენელია, ალბათ როგორც ჩანს საქართველოში პოლიტიკური ძალები არ არიან. ის დოკუმენტები, რომელზეც ბატონი ბესიკი მოგახსენებდა თქვენ, თავარი მიმართულებები, რომელიც გამოიკვეთა, არის პირველი დაპირისპირების დასრულება. ეს არ არის ლაპარაკი, რომ ჩვენ გავაკეთებთ ამას. ეს საქართველოს მოსახლეობა უნდა იცოდეს, რომ ვიდრე ქვეყანაში არის დაპირისპირება და ვიდრე არიან დაპირისპირებული მხარეები, კონკურენცია სხვა რამეა. კონკურენციის გარეშე ქვეყანა ვერ ვითარდება. ლაპარაკია დაპირისპირებაზე, როდესაც ბიოლოგიური გაგესა აქვს, როგორც იტყვია, დაუტანლობა ერთმანეთის პოლიტიკურ ძალებს და როცა ერთმანეთში საუბარი არ შეუძლიათ. არავის უნახავს ერთმანეთთან მოსაუბრე პარტიები, უბრალოდ ისინი თუ ერთებიან, ყველა ერთის წინააღმდეგ ამბობენ, რომელიც ჩვენ შევაფასეთ როგორც ფაშიზმი, ისევე როგორც ერთი ამბობს თავის პოლიტიკურ ძალებთან ერთად უნდა გაგასამართლოთ დანარჩენი. ამ ტერმინოლოგიით საუბარი ყველა ერთის წინააღმდეგ და მეორე რომ ამბობს უნდა გაგასამართლოთ, ეს არის სწორედ დაპირისპირება ისეთი, რომელიც რეალურად კარგ შედეგს ქვეყანას არ მოუტანს. ამიტომ ჩვენ ვსაუბრობ დაპირისპირების დასრულება ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლიდან ერთმანეთისთვის ბრძოლაზე გადასვლა. ერთმანეთისთვის ბრძოლა ადვილი თორე ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლას რა უნდა? ჩვენ აქ მთავარი მიმართულებად იკვეთება ეროვნული მოძრაობის საფუძვლად დიდ მამულიშვილთა მიერ 2006 წლებში შექმნილი და თბილისში რუსთაველის თეატრში მიღებული ის დოკუმენტი, რომელსაც ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის პროექტი ქვია. მეცნიერებმა არ დაწერეს, რომ ეს არის ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა, მას დააწერეს პროექტი. ძალიან ბევრ ვინმეს ეს უნივერსიტეტებში, ხელისუფლებაში ყველგან მიღებული აქვს. ეს არის ძალიან ჩვენი საზრით განხილვისთვის საინტერესო დოკუმენტი. შეიძლება აქ ბევრი რამ შეიცვალოს, დაემატოს, ამოღებული იქნას, ამას არ აქვს ამ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა. აქ იდეაა მთავარი, რომ უნდა არსებობდეს ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა. ჩვენ დღეს სახალხოთა საჯაროდ ჩვენს მიერ მიღებული პროგრამული დოკუმენტი აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულება უნდა იყოს, რომ უნდა დასრულდეს საქართველოს როგორც სხვა ქვეყნების ინტერესთა დაჯახების ადგილი.
საქართველოს 30-35 წელი არის სხვა ქვეყნების, როგორც სხვა ქვეყნების დაჯახების ცენტრი. უკვე ჩვენ ცივილიზაცია და დაჯახების ცენტრად უნდა გვაქციონ, ეს კატასტროფა იქნება. ამიტომ ჩვენი ფორმულა არის ძალიან მარტივი. დღევანდელი დაპირისპირების ინტერესთა დაპირისპირებიდან უნდა გადავიდეთ ქართულ ინტერესზე, სხვა სახელმწიფოთა ინტერესების ზრდების ადგილად, ანუ ქართული ინტერესი სწორედ ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინაში უნდა იყოს ჩადებული და ეს ყველაფერი ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ. საუბარი არის იმაზე, ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ დღეს ვთავაზობთ, რომ ხალხის მიერ თანამემამულეთა ნდობის დარბაზი, ერთობა, ეს არის პირობითი სახელი, თქვენ იცით, რომ მეცნიერთა კონგრესმა 4-5 თვის წინ მიმართა საზოგადოებას და უთხრა დაასახელეთ ხალხი, ვის გარეშეც ვერ წარმოგიდგენიათ საქართველოს ხელისუფლება. უამრავმა ადამიანმა ეს 10 და 100 და 1000-იც არ არის, 1000-ეულებია, რომლებმაც თავიანთი მოსაზრებები გამოგზავნეს. ამიტომ იანვრის ბოლოს გამოქვეყნდება იმ 150-200 კაცის სია, რომელთაც გაცილებით მეტი ხმა მიიღეს, ჯერ კიდევ ტელევიზია ქართულ ტივიზეც და ისედაც ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია თავიანთი მოსაზრებები გამოგიგზავნოს, რომ ჩვენ რეალურად გქონდეს საშუალება, რომ შეიქმნას, შეიკრიბოს, შედგეს ეს გუნდი, გამოქვეყნდება იანვრის ბოლოს სესია და მე თებერვლის დასაწყისში უკვე ჯერ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, ხოლო შემდგომ 8 თებერვალს გელათში, რომელიც ძალიან ამ გუნდს და ხალხი დაინახავს ნათელ ადამიანებს, კარგ ადამიანებს, რომელთაც ნდობა აქვთ, რომელთაც საზოგადოებისგან მოდის, საზოგადოებამ დაასახელა ეს ხალხი და ეს იქნება სწორედ ნდობის ერთ-ერთი ძალიან დიდი საყრდენი. ყველაზე მთავარი და ყველაზე ცუდი ადამიანებს, რომელსაც ჩვენ ხვდებით, არის ის, რომ ხალხი ლაპარაკობს, მე არ მაქვს ნდობა არა მარტო ხელისუფლების, მე არ მაქვს ნდობა ოპოზიციის. ხელისუფლება დღეს ძლიერია ამ ოპოზიციით. ასეთი ოპოზიციის პირობებში ეს ხელისუფლება დაუმარცხებელია და ასეთი ხელისუფლების პირობებში საქართველოს წინ ვერ წავა. რეალობა ფორმულა არის ასეთი, რომელიც ყალიბდება, მე ძალიან მარტივად თქვი. ანუ ასეთი ხელისუფლების პირობებში ეს ქვეყანა წინ ვერ წავა, ხოლო ასეთი ოპოზიციის პირობებში ეს ხელისუფლება ვერ შეიცვლება. მასადამე არის საჭირო სულ სხვა რამ. აი სწორედ იმ სულ სხვა რამეზეა ლაპარაკი, რომ ხალხმა აქტიურად მიიღეთ მონაწილეობა, რომ თქვენი კანდიდატურები, რომ ეს 150-200 კაციანი ჯგუფი შეიქმნას და რომელმაც უკვე უნდა დაიწყოს პრაქტიკული მოქმედება და დაიწყოს იმით, რომ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის პროექტი და გელათში უკვე უნდა დასრულდეს ამ პროექტის განხილვა. ჩვენ ძალიან ბევრი სხვა წინააღმდეგობებიც გვაქვს, რომელსაც აი აქ შემდგომში ალბათ ნელ-ნელა ჩამოვაყალიბებთ, უბრალოდ ვამბობთ თავარი საკითხები, რომელიც იკვეთება, არის სწორედ ის, რომ ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო კაცების საკრებულოს შექმნა, ეს პატრიარქს ეკუთვნის ეს იდეა, გამოთქმა კი ილია ჭავჭავაძეს, რომ 75-80 წელს გადაცილებული იმ პიროვნებების, რომელთაც კაცურად იცხოვრეს და წესიერად იცხოვრეს და ფული არ უგროვებიათ და ქვეყნისთვის იშრომეს, ღვთისწყალობით შემორჩა ასეთი ადამიანების ერთობა ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება და ეს სწორედ პატრიარქის ეს იდეა ჩვენ მოქმედებაში მოვყავს. აი აქ ვადებიც არის გამოკვეთილი. მე მაშინ ესე იგი ბატონო ბესიკი თქვენი ნებართვით ამ ზოგიერთ ვადასაც დავასახელებ, რომ მე განხილვა შედგეს. ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენ დააგვედით როგორ კონკრეტული დოკუმენტია ეს, რომელიც გდევს უკვე საიტზე. არ არის ისეთი, რომ ცვლილება არ შეიძლება. პირიქით, ჩაერთეთ, მონაწილეობა მიიღეთ და შევცვალოთ. როგორც თქვით, 2025 წლის იანვრის ბოლომდე თანამემამულეთა ნდობის ერთობის შექმნა და 200 კაციანი სიის გამოქვეყნება. 2025 წლის თებერვლის დასაწყისში ამ გუნდის შეკრება ჯერ საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის განხილვის დაწყება და მამულიშვილთა ერთობის მთავარ მიმართულებად ერის მამის ილია ჭავჭავაძის მიერ გელათში წარმოთქმულის ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად გაცხადება და ამის საფუძველზე ეროვნული ერთობის მიმართვის გაკეთება. ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება ძალიან და მნიშვნელოვანია ეს, რომ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მოხდება. 2025 წლის 8 თებერვალს დავითობას გელათში მამულიშვილთა ეროვნული ერთობის გაფართოებული შეკრება, ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის სარეფერენდუმო ტექსტის მიღება და ეროვნული მოძრაობის მთავარი პრინციპების გაცხადება. 2025 წლის 31 მარტს, სწორედ იმ დღეს, როცა 33 წლის წინ საერთო სახალხო რეფერენდუმზე სრულიად საქართველოს პირველი მრავალპარტიული ეროვნული პარლამენტის და ზვიად გამსახურდიას წინადადებით გამოიტანა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი, გამოტანილი იქნას
ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა, რომელმაც ისე უნდა მოვახერხოთ ჩვენ, რომ თუ ერთობა გვექნება ქვეყანაში, ისე უნდა შეკრას ერთ ეროვნულ სხეულად საქართველოს, როგორც ეს მოხდა 1991 წლის 31 მარტს, 2025 წლის 9 აპრილს შედგეს უნდა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომი ყველა მოწვევის პარლამენტართა შეკრება. ეს ინიციატივა ეკუთვნის ზუზანაესის საბჭოს პარლამენტართა ჯგუფს, რომელიც წლების წინ გაჟღერდა, 2 წლის წინ შედგა პირველი შეკრება, უნდა გაცხადდეს რეფერენდუმის შედეგებიც და პარლამენტარებს წარადგინოს მეცნიერთა კონგრესის პროგრამული დოკუმენტი სამართლიანობის მანიფესტი, განახლებული რედაქციით და წინააღმდება ახალი საარჩევნო სისტემით 2025 წლის ოქტომბერში არჩევნების ჩატარების თაობაზე, რომელმაც ახალ პრინციპებზე დაყრდნობით უნდა აერჩიოს ეროვნული თანხმობის პარლამენტი. მიღებული წინააღმდება წარადგინოს საქართველოს პარლამენტს. ეს დოკუმენტი არის დემოკრატიული. ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ეს იქნება წინააღმდება პარლამენტარები, ყველა მოწვევის, რომელიც კი არსებობდა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ვინ ჩათვლის საჭიროდ და ვინც არ ჩათვლის საჭიროდ, დიდ შეცდომას დაუშვებს, რომ მიიღოს მონაწილეობა ამ შეხვედრაში და თუ ეს დიდი სურვილი იქნება ფილარმონიაში უნდა შედგეს და აი ამას უნდა მიიღოს ეს დოკუმენტი და წარუდგინოს პარლამენტს. ნახეთ ჩვენ რომ ყველაფერი დაცულია, არავინ არ ამბობს იმას რომ ორხელისუფლებიანობა უნდა იყოს და პარლამენტმა უნდა განიხილოს. მანამდე ალბათ ზოგიერთი ცვლილებები პარლამენტთან დაკავშირებით შედგება. ჩვენ ვამბობთ რომ 2025 წლიდან გაგრძელდეს ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის სესიები იმ ქვეყნებში, რომლებშიც თანამემამულეთა დიდი რაოდენობა ცხოვრობს. საქმიანობს და 2025 წლის მაისისთვის დააკვირდით 2025 წლის მაისისთვის დასრულდეს საქართველოში ემიგრანტთა ოჯახებისა და უცხოეთში ემიგრანტთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ლიგის შექმნა და 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შედგეს მისი პირველი შეკრება, რომელსაც წარედგინება 2006 წელს მიღებული და შემდგომში ხელისუფლების მიერ იგნორირებული დოკუმენტი ემიგრანტთა განწყობა გადაძახილი მომავლის საქართველოსთვის, განახლებული ვარიანტი და განახლებული რედაქციით. ესე იგი ჩვენ ამავე პერიოდში ვამბობთ იმას, რომ ესე იგი ამავე დღეს 26 მაისია ლაპარაკი უნდა დასრულდეს სახელმწიფო კაცების საკრებულოს შექმნა და სახელმწიფო კაცების საკრებულოს შეკრება უნდა შედგეს. თუ ამ წინააღმდებას მიიღებს, ეს შეკრება შეიძლება შედგეს საპატრიარქოში, ან შეიძლება შედგეს მეცნიერებათა აკადემიაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სასურველია, რომ ყველა გაგვაერთიანოს პატრიარქის ამ იდეამ და პატრიარქის ამ იდეის ირგვლივ მაინც გავერთიანდეთ ჩვენ ყველანი ოპოზიცია ვართ, პოზიცია ვართ თუ ნებისმიერი პიროვნება, ვინც ამ პროცესებში არ მონაწილეობს. 2025 წლის მაისისთვის დასრულდეს უმნიშვნელოვანესი წამოწყების ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას კონცეფციის განახლება, ასევე განახლდეს ახალი რედაქციით მისი შეთანხმება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთან და 26 მაისისთვის განახლდეს სახალხო სასამართლოს საქმიანობა. 2012 წელს ამ სასამართლოს საქმიანობა შეჩერდა, მინდია უგრეხელიძე გახდათ მისი თავმჯდომარე, იმ იმედით რომ მოვიდა ოცნება, მოვიდა ბიძინავანიშვილი და მოვიდა სამართლიანობის მანიფესტით. და ჩვენ ვიფიქრეთ რომ სამართლიანობაზე საუბარი აღარ დაგჭირდებოდა მომავალში, ნუ ისეთ განაცხადებებს აკეთებდნენ. ნუ ეხლა თქვენ თვითონ განსაჯეთ რა მოხდა შემდგომ, დღეს უფრო მეტად გჭირდება ჩვენ ბრძოლა სამართლიანობისთვის. ოცნების წევრებმა თავიანთ სასარგებლოდ სამართლიანობა დაიდგინეს, დაიბრუნეს ყველაფერი, მაგრამ ის რაც ბანკებში შეტანილი თანხები ქონდა ხალხს თუ ძალიან ბევრი რამ რომელიც წართმეული აქვს უამრავ ადამიანს, არავის არაფერი არ დაბრუნებია. და ამიტომ ეს პრინციპი არის ძალიან ეს მიდგომა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. 2025 წლის მაისისთვის განახლდეს მუშაობა 2007 წლის აგვისტოს მიღებულ დოკუმენტზე ქართველებს, აფხაზებს და ოსებს ერთმანეთის გარეშე არ გვაქვს მომავალი. ნუ შევწირავთ ჩვენს მომავალს პოლიტიკოსებს და ახალი რედაქციით წარედგინოს პარლამენტართა დიდ შეკრებას 2025 წლის 26 მაისს. ამავე დღესვე გამოცხადდეს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური მისიების საქმიანობის განახლება ახალი პრინციპებით, რომელიც შეჩერდა ასევე 2012 წელს, რადგან მაშინ ითქვა, რომ აფხაზეთის და ოსეთის საკითხს დაასრულებს ძალიან მალე. ამ განწყობით მოვიდა ქართული ოცნება და ვიყავით იმედით 12 წლის განმავლობაში, რომ და არავითარი ღია ურთიერთობები არ ყოფილა, არადა მაშინ ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ მისიებს გარკვეული ურთიერთობები ჰქონდათ, შეხვედრები იყო ორივე მხარეს და ეს გასაახლებელია. 2024 წლის 17 დეკემბრის კონგრესის საკითხები დაადასტურა, ჩვენ დავადასტურეთ, ამიტომ ჩვენ თავაზობთ იმას, რომ ესე იგი ყველაფერი ის რაც ჩვენ დოკუმენტები, რომელიც მიღებულია და ჩამონათვალი გამოქვეყნებულია,
ეს დოკუმენტები არის უნიკალური დოკუმენტები, შეფასებული როგორც მეცნიერებათა აკადემიაში, დღეს მქონდა მე შეხვედრა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ შეიძლება ცალკეული მიმართულებების მიხედვით უაღრესად სერიოზული კვლევები გქონდეს როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთ ქართულ მეცნიერებს, მაგრამ ის რაც თქვენ ქვეყნის მიმართულებების მიხედვით და ქვეყანაში სისტემური ცვლილებებისთვის გაქვთ გაკეთებული, ეს არის უნიკალური და ამას დიდი მხარდაჭერა ჭირდება და მეცნიერებათა აკადემია ამ საკითხში ჩვენი პოზიციით ვიქნებითო. ეს არის პირველი ნაწილი, რომელიც მინდოდა წარმომედგინა ბატონებო, დანარჩენი ახლა უკვე მეორე ნაწილი შემდგომ როცა გვექნება განხილვა, რასაც იტყვით თუ რაიმეა დასამატებელი ამოსაღები, იმიტომ რომ ეს არის უკვე პრაქტიკულად საუბარი არის გადარჩენა ქვეყნის არის ეროვნულ მოძრაობაში. აქ ახსენა ბატონმა ბესიკმა ძალიან რთულ მდგომარეობაში ვარდებით ჩვენ, როდესაც ქვეყანას ჯიჯგნის ორი მიმართულების პოლიტიკური ძალა. ესენი არიან ულტრალიბერალები და ურაპატრიოტები. მაჩვენეთ ერთი ქვეყანა, სადაც ურაპატრიოტებმა და ურაპატრიოტიზმმა რაიმე შედეგი დადო. ან მაჩვენეთ ერთი ქვეყანა, სადაც ურაპატრიოტიზმმა რაიმე შედეგი, ულტრალიბერალიზმმა რაიმე შედეგი დადო. არ არსებობს მომავალი არც ურაპატრიოტიზმში და არ არსებობს მომავალი არც ულტრალიბერალიზმში. მომავალი არის იმაში, რაც ამ დოკუმენტშიც არის მინიშნებული ქართული სულით, ქართული გულით, ქართულ ეროვნულ ძალებში სასურველია შეიკრიბოს და შედგეს ქართული სულის ადამიანთა დიდი ერთობა და სულაც ხანაირად მოიმართება ქვეყანაში ყველაფერი და ქუჩაში, აი წინაამდე ქუჩის წინაამდე ბრძოლა რომელიც მიდის და ჩვენ ყველას გქონდა საშუალება აქ მინდა მიმართო ჩვენს მეგობრებს ვიყავით გასული და შევხვდით არა იმიტომ რომ ვინმეს უჭერთ მხარს ჩვენ ვესაუბრეთ ადამიანებს მე ვადასტურებ დღესაც ქუჩაში 80% ადამიანი ვინც არის გამოსული ყოველგვარი პარტიული ნიშნის გარეშე ის გამოიყვანა ხელისუფლების ძალიან არასწორმა და ცუდმა გადაწყვეტილებებმა განცხადებებმა და პირიქით ხალხს უნდა ბოდიში მოუხადონ ამ ხალხის ლანძღვას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მე აქ მიწერია 30 ადამიანის სია რომელსაც მე ამ დღეებში შევხვდი ესენი ჩვენი ქვეყნის სიამაყე ინტელიგენციის წარმომადგენლები არიან როგორ გიბრუნდებათ ერთი ადამიანის რომ იდგეს იცი მე მახსოვს ლალე ჯავახიშვილი რო გამოვიდა დროშით დადგა პარლამენტის წინ და ხალხმა თქვა მაშინ რომ 1 მილიონი ადამიანის გამოსვლა შეიძლება უდრისო ლალე ჯავახიშვილის მონანიების შექმნაში მონაწილე ისინი ვინც იავნანა შექმნა ვინც ქართული ფილმები შექმნა ეს რეჟისორები ეს ადამიანები იქ არიან არა იმიტომ რომ ოპოზიციას უჭერენ მხარს ძულთ მათ პარტიები ძულთ ოპოზიცია არ უნდათ ესენი მაგრამ არც ასე ცხოვრება აღარ უნდათ აი ამიტომ არის ლაპარაკი იმაზე რომ დღეს საჭირო არის აი დღეს აგერ მოვიდა ჩვენთან ეროვნულ მოძრაობასთან არის დაკავშირებული პირველად იღებს მონაწილეობა ძალიან დიდი ხანია ვცდილობდი რომ ბატონი იმედო ყოფილიყო ჩვენი ამ შემადგენლობაში აშკარად ყველა შეხვედრა რომელიც მე მასთან გონია გულიანი კაცი მხატვარი კაცია ხელოვანი კაცია ძალიან დიდ გუნდთანა გლდანში დაკავშირებული იქ იმ შეკრებებზე ქართული სული ტრიალებს ქართული განწყობა ამ ადამიანებს ძალიან ბევრი მე იქ ვნახე ამ მიტინგზე როგორ შემიძლია ამ ადამიანების მიმართ მოვიბრუნდეს გული დღეს მე მოვასწარი ამ დილით შეხვედრა 10 საათიდან 12 საათამდე სტუდენტთა გარკვეულ ჯგუფთან რომლებიც იქ არიან მე ვამაყობ ამ ხალხით და ვარ ბედნიერი რომ ეს ურთიერთობა მაქვს მე ვამაყობ იმით რომ დღეს მქონდა შეხვედრა სამ აკადემიკოსთან ეს ნახევარ საათიანი შეხვედრები და იყო ძალიან ძლიერი და საინტერესო ჩვენ უკეთებთ ექსპერტიზას ჩვენ შეხედულებებს რომ ისი არ არის თქვათ რაღაც და მე ბატონ ლადო პაპავას ისიც კი მიულოცე რომ ქართველი კაცის წიგნი ეკონომიკურ საკითხებზე გამოვიდა ამერიკაში მე-10 წიგნია და მეგონა რომ საქართველოში თანაც უნიკალური წიგნი ნობელის პრემიის ლაურეატებმა და ლაურეატების კანდიდატებმა მაღალი შეფასება მიწეს ქვეყანა დუმს ხელისუფლებაში უნდა მიეწვიათ და უნდა ეკითხეთ თქვათ რომ გილოცავთ მთელი ქართველი ხალხის გამარჯვებაა რომ გამოვიდა ასეთი წიგნი ასეთი ადამიანები აფასებენ ყველაფერი მოგდა ყველაფერი და რეალურად გვითხრეს ის რომ მე დღეს სტუდენტებსაც უთხარი და ყველა შეხვედრაზე ვთქვი ამ ხალხსაც ვეუბნები ქუჩაში ხალხი რომ დგას ეს არის შედეგი მიზეზს არ ებრძვის არავინ ერთადერთი არის მეცნიერთა კონგრესი მასთან დაკავშირებული და ცალკეული პიროვნებები რა თქმა უნდა საუბრობენ ჩვენ ყველაფერს არ ვისაკუთრებთ როგორც იტყვიან და ვამბობთ იმას რომ უბედურება ის კი არ არის ხალხი რო დგას ქუჩაში ეს შედეგია მიზეზია რატომ დგას ეს ხალხი მიზეზია და საქართველოს იქცა უკვე ცივილიზაციათა ბრძოლის ცენტრად
აზიური ნაწილი აღიარებს ხელისუფლებას, ევროპული და დასავლური ნაწილი არ აღიარებს. მე ვეწინააღმდეგები ყველას, დიდი მადლობა დღეს აკადემიკოს სტუდენტებმა ყველამ გაიზიარა, რომელთაც უთხარი ერთი რამ. ევროპა ჩვენთან ეხლა მართალია, ძნელია მის განცხადების გაკეთება. ამერიკა ჩვენთან ეხლა მართალია, ძნელია განცხადების გაკეთება. იცით რატომ? ევროპას უთხარი ჩვენ რო გვინდა თქვენთან შემოსვლა, ევროპამ გამოგზავნა კითხვები და გვითხრა რომ გინდა ჩვენ ეს ვართ და გაგვეცით პასუხებიო. ხელისუფლებამ რა პასუხები გაცა, ეს ხალხისთვის არის დამალული. ხელისუფლებამ რა პასუხებიც გაცა, იმის საწინააღმდეგოს წინახევრის წინ, იმის საწინააღმდეგოს ლაპარაკობს დღეს. ეს არის ურაპატრიოტიზმი. და ამიტომ ჩვენ ხელა უნდა ეს ვამხილოთ, მაგრამ ხილება არის ბიბლიური და ეკლესიური. ხილება აღნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლას. ჩვენ ხელი უნდა უთხრათ ხელისუფლებას, რომ ჩვენ არა ვართ ბრბმები და ჩვენ არ ვყვებით. კი შეიძლება დღეს რაღაცას მართალს ამბობ, მაგრამ მაშინ რომ თხოვდი ხალხს და დაგიჩოქებთ და ხელი მოაწერეთ იმასო და მიაღებინეთ კანონი ეკლესიის წინააღმდეგ რომ იყო, აი რა ქვიოდა იმას, ეგერ კანონი რომ მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი. მივიდა ბატონი ბიძინა და დეპუტატებს უთხრა დაგიჩოქებთ, ოღონდ ეს კანონი მიიღეთო. კი, მაგრამ როდესაც მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა მოგწერა წერილი, რომ არ შეიძლება საქართველოს განათლების კანონში ეწეროს, აი რა წერია განათლების კანონში, თელმა საქართველოს მინდა იცოდეს, რომ საქართველოს განათლების სისტემის ამოცანა ახალგაზრდობის აღზრდა ლიბერალურ ღირებულებებზე ეს ხო არის შეცდომა, იმიტომ რომ ლიბერალურ ღირებულებებს გარდა სხვა ღირებულებებია. მე ვიზიარებ, არ ვიზიარებ, რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩვენ ცალკე დამოუკიდებელი და პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს, მოსაზრებას და დამოუკიდებლობას, ხომ? ესე იგი, მიწერა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ის განიხილა პარლამენტმა და ოცნების პარლამენტმა დატოვა ეს. ჩვენ დღეს რეალურად განათლებაში გვყავს ხელმძღვანელობა, მინისტრი და მოადგილეები გაკვეთილი არ ჩაუტარებია. მინისტრი და მოადგილეები არიან, რომლებიც მივიდნენ ადმინისტრაციული ორგანოებიდან. ხალხო არ გამოვა, ეს არ შეიძლება ეს იყოს პოლიციური ქვეყანა, არ შეიძლება ეს. ამის არ თქმა, ხალხი რომ უჭერთ მხარს, მე გეუბნებით, რომ თქვენ რომ ებრძვით ოპოზიციას, მე გეუბნებით ოცნების წევრებს და მხარდამჭერებს, მე ამაში თქვენ მხარეს ვარ. მაგრამ თქვენ რომ იცავთ ამ ხელისუფლებას, მე თქვენთან ვერ ვიქნები. ისევე ვეუბნები ოპოზიციას, თქვენ რასაც ლაპარაკობთ ხელისუფლებაზე სწორია, მაგრამ თქვენ ვინ ხართ ხალხო? მე ვერ დავდგები ვერც ხაზარაძესთან, ახსენეთ თქვენ გვარები აქ, მე ჩემი პოზიცია მაქვს, ვერ დავდგები ამ ხალხთან, ვინც გააღატაკა, გაანადგურა, გააჩანაგა ქვეყანა, ვერ დავდგები ამათთან და პირიქით თქვენ დღეს ბედნიერება ხართ ხელისუფლებისთვის, რომ ასეთი ოპოზიცია რომ არის, ამიტომა დაუმარცხებელი ეს ხელისუფლება. მე ვამბობ იმას, რომ კატასტროფა ის არის, რომ ერთ მხარეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ძალიან დიდი საქმის გაკეთება შეუძლია ქვეყანაში, ქვეყნისთვის, მაგრამ არა პოლიტიკაში. და მეორე მხარეს არის უკვე და გამოჩნდა ორხელისუფლებიანობის ნიშნები, რომელსაც ევროპა გარედან უჭერს მხარს, არის ქალბატონი, რომელიც სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენელია რეალურად და არ არის ავტორიტეტი, ანუ ეროვნული ავტორიტეტი არც ერთ მხარეს არ დგას, ეროვნული ავტორიტეტი არც მეორე მხარეს არ დგას. ჩვენ გვჭირდება ეროვნული ავტორიტეტის მოძრაობა. აი ესაა ჩვენი გადაწყვეტილება. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო კონცეფცია წარმოადგენთ. მე გეთანხმებით, რომ რაც დრო გადის მართული პარტია და ოპოზიციური ძალები კარგავენ. იმიტომ რომ ფაქტიურად ის რაც შეგვირდა ერთის და მეორეს ვერ ასრულებენ. იმიტომ რაც დრო გავა მესამე ძალა ფულს მაგრად იღებენ, ხო იცით არა? ხალხს ნელა კარგავენ, ამიტომ აქ მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესები ძალიან სწრაფად დამთავრდეს და ჩვენ დავანონსეთ, რომ იმ ახალგაზრდობას გვერდში ჩაუდგებით და შესაბამის უნარები დავჭურვათ, რომ მათ შეძლონ ხელისუფლებაში მოსვლა. ხო, ეხლა რაც შეეხება თქვენ პოზიცია ძალიან საინტერესოა აფხაზეთთან და ოსეთთან, აფხაზეთის მოქალაქეებთან და ოსეთთან იმართებაში აქ მეცნიერთა კონგრესსაც შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს, იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩვენ ხედავთ, რომ აქ პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ კრიზისის მართვაც შეუძლია. რა თქმა უნდა. ამიტომ შემდგომში როგორც კი ამ კრიზისის თემის შემდგომ შესაძლებელია მეცნიერთა კონგრესმა შევთანხმდეთ და გავიდეთ რა პრობლემაა. ორი აზრი არ არის. 5-10 კაცი ჩავიდეთ, დაველაპარაკოთ, ხო შეიძლება დაველაპარაკოთ. ვინ გვიშლის რომ არც არავინ. ბატონო ბესიკ, მხოლოდ ერთ წინადადებით, მე ერთი თვის განმავლობაში 15-მდე პიროვნებასთან აფხაზეთში მქონდა საუბარი. ძირითადში ისინი არიან აფხაზები.
საუბარი შეიძლება ყველასთან. საუბარი შეიძლება ყველასთან. აი ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ვიღაცას რო ვაკრიტიკებ, ეს არ ნიშნავს, რომ საუბარი არ შემეძლია მასთან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეხლა დღეს ვიღაცას ეწყინება რო ვიტყვი ამას, მაგრამ მე ვიყავი ქუთაისის მერი და რო დაჯდა თვითმფრინავი ჩამოვიდა ყველა თვითმფრინავიდან და შედის თვითმფრინავში მარტო შევარდნაძე. და ვეუბნები, სად მიდიხარ მეთქი, ქუთაისში ჩამოვდი და სად მიდიხარ და ეხლაო ჩემი თავი მეზიზღება, სადაც მივდივარო, მაგრამ ეშმაკთანაც კი წავალ შეხვედრაზეო და მეუბნება, რომ ლოთი ქობალიასთან მივდივარ შეხვედრაზეო. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბატონებო, რას აკეთებს დღეს ამერიკა, ვის ელაპარაკება სირიაში? რას აკეთებს დღეს რუსეთი, ვის ელაპარაკება სირიაში? რას აკეთებს დღეს აკრძალული რომ იყო ევროპაში, ამერიკაში და რუსეთში, იმათთან საუბრობენ, ქართველები ვართ ხალხო, ქართველები. აფხაზები ჩვენი ძმები არიან, ოსები ჩვენი ძმები არიან. ერთი ხელისუფლებაში არ უნდა ყოფილიყო ვინმე ერთი ოსი, მაგარი ძლიერი პიროვნება, ერთი აფხაზი არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში. ეგ კი არა და დასავლეთ სამეგრელოდან არ არის. ერთი ვინმე სერიოზული ფიგურა გამოკვეთილი რო იყო. როგორ შეიძლება ეგეთ დამოკიდებულება და როგორ შეიძლება რომ ამას ტაში დაუკრავოთ? მე და ბატონ თემო თქვენთან გადმოვიდე. და გვაინტერესებს აი თქვენი შეხედულება, იმიტომ რომ ძალიან რთული კრიზისია, როგორც ახსენა ბატონმა თემომენ თანდათანობით არ ჩანს ერთადერთი მეცნიერთა კონგრესი, რომელსაც აქვს სწორი და ძალიან გრძელი და ძალიან რთული გზა. იმიტომ რომ ამათი დასმა და შემდგომი დიპლომატთა კორპუსის ჩართვა, იმიტომ რომ მათ გარეშე ფაქტიურად ეს კრიზისი არ დამთავრდა. და შეიძლება კიდე საერთო საგარეო საქმეთა სამინისტროს ან კონფერენცია თუ რა თვითონ უნდა მოგვარნი, იმიტომ რომ შეუძლებელი ამ ორმა პარტიამ მოაგვაროს, როცა დიდი მოთამაშეები არიან და მაინტერესებს თქვენ როგორ ხედავთ ამ? კი ბატონო, მოგესალმებით ჩვენო ტელემაყურებლებო, ჩვენს ყველაზე სუერჩეთ კოალიცია თეთრები მამული ყოველთვის ამბობდა, რომ მეცნიერთა კონგრესი არის ერთ-ერთი დამოუკიდებელი ორგანო, ვისაც შეუძლია სწორედ შუამავლის როლი შეასრულოს. მე ესე დავიწყებ ბატონო ბესიკ, მე მინდა მიულოცო შობის დღესასწაული 25 დეკემბერია და ყველა იმ პიროვნებას, ვინც აღნიშნავს 25 დეკემბერს შობის დღესასწაულს, აუცილებელია რომ მიულოცოთ, იმიტომ რომ ისინი ჩვენი თანამოქალაქეები არიან და აუცილებელია მათ მიულოცოთ ქრისტიანული დღესასწაული. ნუ ვიც მართლმადიდებლები ჩვენ აღნიშნოთ 7 იანვარს, მაგრამ ნუ ჩვენში დიდი სხვაობა არ არის, პატრიოტიზმი ყველგან პატრიოტიზმია, არ აქვს მნიშვნელობა რიცხვებს. ასევე მინდა ჩვენ პატრიარქზე იყო ბატონო თემურს საუბარი, პატრიარქი ახსენეთ, დღეს არის პატრიარქის აღსანიშნავი 57 წელი და მინდა მიულოცო ასევე მთლიან საქართველოს მინდა მიულოცო, რომ ეს ნამდვილად ისეთი პიროვნებაა საქართველოს პატრიარქი, რომელსაც აქ ის ძალა, უნარი და ყველაფერი არის დამოკიდებული პატრიარქზე, იმიტომ რომ ჩვენ პატრიარქმა გადაგვარჩინა ძალიან ბევრჯერ. მისმა ლოცვამ და მისმა კურთხევამ გადაარჩინა საქართველო. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, პოლიტიკურ სიტუაციას, კრიზისი უნდა აღიაროს ყველა. ორივე მხარე, ხელისუფლებამაც უნდა აღიაროს და ოპოზიციამაც. თუ კრიზისს არ აღიარებენ, მაშინ კრიზისი ვერ მოგვარდება. მაგრამ კრიზისს აღიარება არ უნდა. ნუ ხელისუფლებას კონკრეტულად ამბობს, რომ ეს კრიზისი არის ამ ჩვეულებრივი ახალგაზრდული გართობას ეერნობენ იქ. ახალგაზრდები ცეკვავენ ღერიან და ეს ბევრს არაფერს არ წარმოადგენს. ოპოზიცია კიდევ ძალიან წყნარად არის ამ კრიზისს იღებს ჩვეულებრივად, თითქოს არაფერი არ მოხდა. იყო შეთავაზება, რომ მეცნიერთა კონგრესიდან რომ მოსულიყვნენ და მომხდარიყო ამ საკითხებზე მსჯელობა, მაგრამ ნუ შეთავაზება დარჩა. ძალიან ცუდია, როცა ესე უყურებენ ის პარტიები, რომლებმაც გადალახეს ეს 5%-იანი ბარიერი და არ უნდათ რომ დაждენ და ილაპარაკონ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. დღეს პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ რაღაცა საბჭო უნდა შეიქმნას, რაღაც საბჭოთი უნდათ რომ ვითომ მოაგვაროთ, მაგრამ ეს საბჭოც იქნება ისევე საბჭოსთვის რა, არაფრის ქნელი არ იქნება, იმიტომ რომ თუ იქ არ იქნება ისეთი პიროვნებები, ისეთი ორგანიზაცია, როგორც არის მეცნიერთა კონგრესი, დამოუკიდებელი უპარტიო მიმართულება, ვერ მოგვარდება ეს კრიზისი. თვითონ პრეზიდენტი გახდა უკვე რომ პარტიული მხარე და ეს მხარე ყოველთვის არის დამღუპელი. პრეზიდენტი უნდა იყოს სწორედ ის პიროვნება, რომელსაც შეძლებდა ამ ორი
ოპოზიცია და ხელისუფლების გაერთიანებას, მაგრამ დღეს ჩვენ არც ოპოზიცია გვყავს და არც ხელისუფლება და არც პრეზიდენტი. პრეზიდენტი საერთოდ ეს დანიშნული პრეზიდენტი, ბოლოს ახსენდებათ ხოლმე ამ პრეზიდენტებს, რომ დანიშნული პრეზიდენტია. ამიტომ ჩვენ როგორც კოალიცია ყოველთვის პოლიტიკიდან ვიწევდით და მეცნიერთა კონგრესს ვაძლევდით იმ პრიორიტეტებს, რომ მათ დაესახელებინათ, ხალხს დაესახელებინა კანდიდატურები და მეცნიერთა კონგრესის კრიტერიუმებით მოხდარიყო მათი წარდგენა პარლამენტში. ეს საკითხი, რო იტყვიან, ვერ მოგვარდა, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ კარგად იცით, რომ მოხსნას არჩევნებიდან და ამიტომ დღეს უნდა გადაიდგას მეცნიერთა კონგრესი, უნდა გავიდეს ხალხში. მე მქონდა 2 დღის წინ შეხვედრა ერთ-ერთ უნივერსიტეტში ახალგაზრდობასთან სხვათა შორის და რამოდენიმე პიროვნება იყო, ძალიან საინტერესო, გავაცალე ეს წარმოდგენილი პროგრამა, ძალიან მოეწონათ, კარგიაო, მაგრამ აქ არის რომ ეს მეცნიერები არ უნდა იყვნენ, რომ ეთქვიან მარტო ჩაკეტილიო, უნდა გამოვიდნენ ხალხში, ხალხთან უნდა ქონდეს ურთიერთობა. ძირითადად მაინც ხალხი წყვეტავენ, ახალგაზრდობა. ძირითადად ამიტომ ნაბიჯები უნდა გადაიდგას ყოველთვის ხალხთან, მოსახლეობასთან და ახალგაზრდობასთან. და ამ ჩვენ ახალგაზრდობას რა მიაჩნიათ, იცით? დღეს მეცნიერებას უკვე იმდენად კი, პატრიოტიზმს მეცნიერს, მაგრამ დღეს იმდენად დაკნინდა განათლება, რომელ მეცნიერზეა საუბარი, რომლებიც ესეთი ის დამისვეს შარხეძე თავის ნაშრომებს ყიდიანო და გაუნათლებლები პარლამენტში მოდიან და ხელისუფლებაშიო. არა ბატონებო, მე ვთხარი ეს დიდი შეცდომაა, რაც ხდება დღეს სახელმწიფოში და ეს შეცდომა სწორედ უნდა გამოსწორდეს და ამას უნდა გამოასწოროთ ყველამ ერთად. ახალგაზრდებთან ერთად უნდა გამოსწორდეს, რომ მეცნიერს უნდა მიეცეს დაფასება, განათლებულ ადამიანს უნდა მიეცეს დაფასება. აი ეს იყო ჩემი ამ ახალგაზრდობასთან საუბარი ამ მიმართულებით. მადლობა ბატონო ვახში შვანია, მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერებათა კონგრესის წევრი. ბატონო ვახში, თქვენ როგორც მართვის სპეციალისტი ძალიან საინტერესოა. მადლობა, იმიტომ რომ ფაქტიურად მართვის კრიზისი იყოს ორივე სფეროდან, როგორც ოპოზიციური ძალა მართავს პროცესებს და როგორც მმართველი პარტია. ილუზირებულ ფორმაში ყავს ხალხი და თავი მეგონი თავიანთ თავსაც აჯერებენ. თხოვთ. უერთდები ილოცებს ამ დგომას, შობას და ამ შემდეგ პირდაპირ გადავალ საქმეზე. მე დამშოკა გუში ერთ პატარა წერაში ვიყავი და თქვენს რომ ჩემი ნაცნობები არიან ახალგაზრდები თუ ამ ოპოზიციამ გაიმარჯვაო, ესე იგი ესენი მთავრობის მომხრები ყოფილა, ჩვენ უცხოეთში უნდა წავიდეთ. ჩემი შვილები, პროფესორები, მუსიკოსები და მასთან ერთად ბევრი ვიცი, ამბობენ რომ თუ ეს ხელისუფლება დარჩა, ჩვენ უნდა ავიბარგოთ აქედან. ძალიან გაცილებით უფრო რთულადაა საქმე ვინმე წარმოგვიდგენია. გუშინად მე მყავდა ბატონი გოგა ჟვანია, ზურაბ ჟვანიას ძმა. და ბევრი რაღაცები გავიხსენეთ. საინტერესო გადაცემა გამოდის. აი ასეთი დასკვნა გამოდის. მე ეს ადრეც ვიცოდი, მაგრამ თავად ასე დარწმუნებული არ ვიყავი. ყველა სიგლახე და საზისდრობა, რაც ნაციონალებმა და თვითონ მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა, იგივე ჟვანიას მოკლა, იგივე პატარკაცის მოკლა და მე ეს რეპრესია და რაღაცა ყველაფერში ხარში ედგა ბატონი ბიძინა. და ეს აბსოლუტურად ყოველ შემთხვევაში იურისტებს ახლა რომ იცით ასეთ დავალება, ისინი უამრავ მაგალითს მოგიყვანენ, რომელიც ამას ამტკიცებს. და მე ვერაფრით ვერ გიეცდები ბატონ თემურ, როცა ამბობთ რომ ის ბიზნესია საჭირო, არცად ის საჭირო არ არის საქართველოში, ის არის ქვეყნის დასაქცევად მოვლენილი აქ და ის მიზანმიმართულად ნაბიჯ მიყავს ქვეყანა იქეთკენ საითკენაც დავალება მისცა ჩრდილოელმა მეზობელმა. და მე არ ვიცი როგორ შეიძლება ამათ შორის მოლაპარაკება, იმას თავისი მიზნები არის და უბედურება ის არის რომ ის მეორე ნაწილი რომელიც ნაციონალებთან არის დაკავშირებული, ისინი ამისი მოკავშირეები არიან.
ვინ მისცა ქართული უმთავრესი ისინი რა ქვია მაგას ბიზნეს ობიექტები ენერგეტიკის და რაღაცა მაგათ არ მისცეს და ახლა ჩვენ უამრავი რაღაცა არ ვიცით ისინი იქ ქსოვენ რაღაცებს და ეს ყველაფერი მიმართულია ქვეყნის საწინააღმდეგოდ ნუ რა თქმა უნდა თუ ჩვენ ვთვლით რომ ჩვენ უნდა ვიყოთ დამოუკიდებელი, ჩვენ უნდა ვიყოთ დემოკრატიული, მე გაოცებული ვარ, როცა ინტელიგენციის ზოგიერთი ნაწილი კიდე რაღაცნაირად ამართლებს ესე იგი რუსეთისაგან მოტრიალებას. ჩვენ ხო ხედავთ როგორი დიქტატურაა რუსეთში. ჩვენ ხო ხედავთ როგორი დიქტატურაა ირანში და როგორი დიქტატურა არის ჩრდილოეთ კორეაში. აი იქეთ მიგვათრევენ ესენი, იმიტომ რომ თვითონ მერე ხედავენ თავიანთ თავს ბატონებად, ბარონებად, ფუფუნებაში მყოფად და ამიტომაც არის რომ ესენი იმათ ემსახურებიან ეს იმედაშვილია თუ რა გვარია ეს მამუკა და კობახიძეები და ესენი. ესენი არიან გამოკვეთილი მტრები ქვეყნის. და მე აზრიანა ვარ როგორ შეიძლება ამათ ებრძოლო თუ პირდაპირ ესე იგი ბრძოლაზე არ გადახვედი. არ ვიცი ახლა მე არ მინდა თოფისროლა და იმის, მაგრამ პირველი რაც ალბათ ჩვენ ამას ვაკეთებთ, ამას ხას უსვამთ, აი ესეთ სამუშაოდ ჩვენ მასაზე უნდა ვიმუშაოთ. ეს მასა განსაკუთრებული მწერლები, პოეტები, პროფესორები, აკადემიკოსები უნდა გამოვიყვანოთ აი ამ შეშინებული ადამიანების მდგომარეობიდან. აი ეს ხალხი უნდა გამოვიდეს და უნდა თქვას, სიმართლე უნდა თქვას, მათ იციან, მაგრამ ჩაიგუბეს პირში წყალი და არაფერს არ ლაპარაკობენ. მე აი პროექტი მქონდა, ნუ ჩვენ პროექტია, მე ვარ პასუხისმგებელი, ვის გარეშე არ შეიძლება პარლამენტი და ხელისუფლება. ხალხო ვერ წარმოიდგენთ ისეთი დონის ხალხი დაშინებულია და არ უნდა და რას არ მოიფიქრებს იმისათვის რომ არ მოვიდეს და არ დააფიქსიროს რომ აი მე მინდა შაშიაშვილი იყოს პარლამენტში. იმას გონია რომ ამით აწყენინებს ბიძინას და კობახიძეს. არ უნდა თქვას არავინ რომ შაშიაშვილი იყოს, ბოგველი იყოს, ბოგოხიძე იყოს, ოთარაშვილი იყოს. არ უნდათ ამის თქვა, ამ დროს უნდათ რომ ეს ასე იყოს, მაგრამ ვერ ბედავენ. და ეს ხომ ამას ხომ მიაღწია ივანიშვილის პარტიამ და ხელისუფლებამ რომ დააშინეს ხალხი. მე ამას დიდი ხანია ვამბობ, მაგრამ მაინც სადღაც იმედი მქონდა მთლად ასე არ იქნება და ეს მეტასტაზები გასული აი ამ ჩვენ საზოგადოებაში. დაშინებული, დაჩმორიკებული, დაგლახაკებული ინტელიგენცია გვყავს. ერთი და ორი თუ რაღაცას იტყვის გამოვა, აგერ ბატონ ვაჟა მოვა, იტყვის რაღაცას, ეგერ გუშინ ერეკლე ყავდა საღლიანი, იტყვის რაღაცას, მაგრამ ერთი და ორი ხომ არ კმარა. ბევრია ბატონო ბახში, რატო? ბევრია და ჩვენ არ არის ბევრი, არჩი ბატონო ბახში, ჩვენ ამ დოკუმენტს ვიხილავთ, მე რაც გამოვიტანე, რა არ მოგწონთ იქ? აი ხა დღეს ჩვენ თუ კიდე ზოგად ინგლისზე მე ლაპარაკობ ამ დოკუმენტზე. მე მოგიტანეთ დოკუმენტი, თუ თქვენ რა არ მოგწონთ, იქ რას ამატებთ, როგორ ამატებთ ყველაფერი და მე არა ვარ კატეგორიული, პატრიარქი გვაფრთხილებს ჩვენ ყველა მოვუწოდეთ, პატრიარქი გეუბნება რომ კატეგორიული აზროვნება არ არის, ფილოსოფიაც ამას ამბობს, ეს ერთი და მეორე. კიდე დაპირისპირებაში ჩვენ თუნ არ უნდა შევიდეთ და მესამე მე ვაკრიტიკებ იმაზე მწარეთ ვიდრე ვთქვათ საჭიროა, მაგრამ მე არ მინდა რომ ეს პიროვნულზე და მე ვიღაცას ტერი ვეძახო. ტერი არავინ არ არის ამ ქვეყანაში. უბრალოდ სიტუაციაა შექმნილი და ეს სიტუაცია უნდა შეიცვალოს. მე გარწმუნებ თქვენ რომ სიტუაცია გასაგებია ბატონო ბახში, სიტუაცია როგორც შეიცვლება ისე როგორც ჩვენ ვამბობთ, ადამიანები სიყვარულით იცხოვრებენ. დამიჯერეთ თქვენ ამ იმაში და ვიმეორებ, მე ვეყდნობი როდესაც ვლაპარაკობ, ვეყდნობი ბიბლიას, გიყვარდეს მტერი შენიო, ვეყდნობი გოეთეს, რომელიც ამბობს რომ არ არსებობს ბოროტება, რომელიც ჩემში არ იყოს, მაგრამ ნუ გააღვიძებთო. გააღვიძებულია ბოროტება ადამიანებში და ჩვენი ამოცანა ბოროტება კი არ გავაღვიძოთ, სიკეთე გავაღვიძოთ. და ეგაა პირველი ნომერი, ჩვენი დოკუმენტების თავარი მიმართულებაა სიკეთით გამარჯვება საქართველოში. ჩვენ თუ ბოროტებით გავიმარჯვებთ, თუ ჩვენ ლანძღვით გავიმარჯვებთ, თუ ჩვენ დავემსგავსებით ოპოზიციას და ხელისუფლებას, წაგებული ვართ მაშინვე. მე არ მინდა დავემსგავსო მათ.
მე ვლაპარაკობ იმაზე, ჩვენი პოზიცია არის სხვა. თუ თქვენ რამე არ მოგწონთ ამ დოკუმენტში, გადავყევით ჩვენ საორგანიზაციო ჯგუფი, გადავყევით, დღე და ღამე ვათენებთ, გითხარით რა გინდა დაამატოთ, რა გინდა დამოვიღოთ. ჩვენ კიდე დღეს ვილაპარაკოთ კონკრეტულ პიროვნებებზე, მე როცა ვთქვი, რომ არც ხელისუფლებას, სახელმწიფო მხარეს და არც ოპოზიციას არ ყავს ეროვნული ლიდერი, არ ყავს ეროვნული კაცი. ეგა ამაზე მეტი კრიტიკა რა უნდა იყოს ახლა საქართველოში, როდესაც ორი ძალა ებრძვის ერთმანეთს და ეროვნული ავტორიტეტი არ არის არც მხარეს. და ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ჩვენ ავირჩიოთ სხვა გზა. მოგისმინეთ თქვენ და ახლა გავიგე, მაგრამ თუ რაიმე დოკუმენტი კი ბატონო ბრძანეთ ახლა თუ ჩვენ აქ არის სამი ძალა. ეს არის ბიძინას ძალა, ეს არის აი ეს 4 პარტია, რომელიც ფაქტიურად მე ვთვლი, რომ შეზრდილია ბიძინასთან და იქ რაღაცები თანხდება ერთმანეთში და არის ის გამოკვეთილი დღეს ქუჩაში რო გამოდის საზოგადოება. აი ამ საზოგადოებაზე არის ახლა ზემოქმედება საჭირო და აი რომ გამოიკვეთოს ახალი ძალა, რომელიც ესე იგი გაემიჯნება ერთსაც და მეორესაც, ამისათვის რაც შეიძლება მეტი სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ, მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნები უნდა მივაწოდოთ, აუცილებლად ეს ტელევიზიებზე უნდა ვიმოქმედოთ, როგორც ოპოზიციურზე, ასევე პოზიციური და რომ მოგცეს ჩვენ საშუალება გამოვიდეთ და ვილაპარაკოთ და ვამხილოთ, როგორც ერთი ისე მეორე. აი ეს არის საჭირო. გასაგებია ბატონო ბახში, მაგრამ ჩვენ ხვდებით იმ ხალხს და იმ ხალხში არ არის, მე კიდე თქვი კი ბატონო, იმ ხალხში არის ერთი განწყობა და ერთ წინაადებას ვიტყვი და ბატონი ბახშიც ამას დაეთანხმება. დავამატებ იმას, რომ ერთი მაგალითი მომიყვანეთ, აი ამ ბიბლიური პრინციპებით, ვინ შექმნა სოფლიოში რომელიმე ქვეყანაში, აი ესეთი ძალების დამარცხება და ქვეყნის გაყვანა სამშვიდობოზე. მაშინ ნუ დავდივართ, მაგალითები ბევრია, ჩვენ ამას დღეს არ ვიხილავთ. მე ვამბობ ერთმანეთს, რომ ყველა საუბარი ჩემში, მე რომელიც მაქვს იმ ქუჩაში, იმ 80%, რომელიც თქვენს მოგწონს და ყველას მოგწონს, ისინი ლანძღლის წინააღმდეგი არიან. ისინი ამბობენ, ბიძინა ივანიშვილიც საჭიროა, ყველა საჭიროა. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს არა უარყოფა, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს შეერთება. ჩვენი ამოცანა არის სხვა რამე. მე კი არ გეკამათებით თქვენ ჩემთვის ხართ ძალიან დიდი ავტორიტეტი. მე არ მინდა რომ ჩვენ გთვლიდნენ იმათ, რომ ჩვენ ვართ ვიღაცას ვეძახით მტერს. მეცნიერთა კონგრესმა არავის მტერი არ უნდა დაუძახოს. კი ბატონო, მართალი. დიდი მადლობა, მე მინდა სიტყვა გადავდე ბატონ ბატონო ვაჟა ბოდიშით, ბატონი ვაჟასთან, ოთარაშვილი პოეტი პროფესორი. აი დღევანდელ გაიჟღერა ბატონო ვაჟა რომ დიახ, მე მაპატიეთ, იმიტომ რომ მოგწანდა ჩემი რესპონდენტი უკვე ბატონი გენერალი სიმონ ნოზაძე და მნიშვნელოვანი გადაცემა გვექნება ჩვენ ვიქტორ ნოზაძის გამოცემებს თაობს ეს ძვირფასი ადამიანი და აი ამ დოკუმენტში, მეცნიერთა კონგრესის წარმოდგენილ დოკუმენტში, მე ვფიქრობ ყველაზე უმნიშვნელოვანესი რაც ბრძანა ბატონმა თემურმა არის ის, რომ ვებრძოლოთ მიზეზებს და არა შედეგებს. შედეგი ჩვენ სახეზე გვაქვს და უყურებთ ამ არეულ საქართველოს და აი მიზეზების ძებნა ყველაზე მთავარი, რათა აღმოუცხრათ ეს შედეგები, რაც ჩვენ სახეზეა და რაც ქვეყანას გვინგრევს. რა თქმა უნდა, გარკვეულ მოსაზრებებში გეთანხმებით, გარკვეულ მოსაზრებებში არ გეთანხმებით, მაგრამ ბუნებრივია, რომ სწორედ აუცილებელია პოლემიკა, მსჯელობა, დიალოგი და ნეტა ასე ურთიერთობა გქონდეთ პოზიციასაც, ოპოზიციასაც და სხვა ჯგუფებსაც. მე მიმაჩნია, აქედან დავიწყებ, რაც ბრძანა და უმნიშვნელოვანესი ბატონმა თემურმა, რომ მიზეზი რამაც დღეს ჩვენი კრიზისი გამოიწვია, დღეს არ დაწყებულა. ეს გაცილებით უფრო შორიდან მოდის. აუცილებელია აქ ვახსენოთ კანონიერი ხელისუფლების დამხობა, ბატონი სვიად გამსახურდიას დამხობა და 91-92 წლების მოვლენები. აი ამ მოვლენების დროს ჩვენ ერთად ვისხედით გადაცემაში ბატონო თემურ და მე ჩამოვთვალე განათლების მინისტრები, ვინც იყვნენ ბატონი სვიად გამსახურდია და დაწყებული მერე შევარდნაძის პერიოდში, მერე ფაშისტი სააკაშვილის პერიოდში და მერე იგივე ამ ოცნების რეჟიმის პერიოდში, ხო? ხედავთ ჩვენ რომ
კიდევ ერთხელ მიწევს ამის გამეორება. უძვირფასესი ადამიანი ბატონი ელიზბარ ჯაველიძე იყო ზვიად გამსახურდიას განათლების მინისტრი. პატივსაცემი პიროვნება, კარგი მეცნიერი, მამულიშვილი, შესანიშნავი მწერალი და ასე შემდეგ. შემდეგ მოდიან მაინც პიროვნებები, რომლებსაც განათლების სფეროსთან შეხება ჰქონდათ, ეს იქნებოდა თამას კვაჭანტირაძე თუ სხვები, გუჩა კვარაცხელი და სხვები და სხვები. რომელსაც ლექციაც წაკითხული ჰქონდა, გაკვეთილიც მოსმენილი და ნახეთ მოვიდა სააკაშვილი და მოიყვანა სანტექნიკი ლომაია. ლომაია არ არის მაგის ნამდვილი გვარი, არც ეროვნებით არ არის ქართველი, კიდევ ერთხელ ვაცხადებ და ავად სახსენებელი 2005 წლის განათლების კანონი, რომელიც დღესაც არ შეცვალა ქართულმა ოცნებამ და აიწერან ახსენა ბატონმა თემურმა, სწორად გაუსვა ხაზი, რომ სწორედ შეიძლება განათლების კანონში ჩაწერო, რომ ლიბერალურ ღირებულებებზე უნდა აღზარდო მომავალი თაობა. მე ისე უბრუნდები თქვენ გამონათქვამს მიზეზიდან. დიდი მადლობა რომ ამ განათლების კანონმა უკვე 180 გრადუსით შემოატრიალა მთლიანად ჩვენი ეროვნული განათლების სისტემა, რომელსაც საფუძველი სხვათა შორის იოსებ სტალინმა ჩაუყარა და სწორედ სტალინის დროს დაინერგა ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის დედაენაც საგანძურიც. სტალინის დროს დაინერგა საქართველოს ისტორია უხსოვარი დროიდან მე-19 საუკუნემდე, რომლის ავტორები ივანე ჯავახიშვილი, სიმონ ჯანაშე და ნიკო ბერძენიშვილი ბრძანდებოდა. პირველი გამოცემა 1951 წელი, მეორე გამოცემა 53 წელი. და რომელიც მერე ხრუშოვმა აკრძალა და მერე დუმბაძები და ვიღაცები შევიდნენ, ანუ განათლების სისტემის ნგრევამ, რომელიც ამ ფაშისტმა სააკაშვილმა მოიტანა თავისი გუნდით, ვინ მოიყვანა მერე განათლების მინისტრებად ჩაშკინები, ხატია დეკანოიძეები, ნიკა გვარამები, რომლებიც ახლა ქუჩაში დაძრწიან რუსთაველზე და გვიქადაგებენ, ესე იგი, დემოკრატიულ ღირებულებებზე და ახალგაზრდობას უქმნიან ამ სწორედ აი ამ პირობებს, სასათბურე პირობებს, რომ იქ ანუ მე გეტყვით დავასრულებ ერთი წამით. აი ეს ხალხი, რომელიც არ ჩანს და რომელიც კატალიზატორია იმ ახალგაზრდობისა, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს. მეც პროფესორი გახლავართ 1980 წლიდან ვკითხულობ ლექციებს. წარმოდგენა არ აქვს, რა ძალას უჭერს მხარს, რა უნდა ქვეყანაზე, ნაწილი რა თქმა უნდა სოციალური უკმაყოფილების ფონზეა გამოსული, ნაწილი, მაგრამ ჩვენ გავიწყდება ისევ განათლების სისტემას უბრუნდები. ნახეთ რა ხდება, ვინ მოყავთ და ვინ ცვლის სულხან საბა ორბელიანის სახელობის ინსტიტუტს, უნივერსიტეტს და არქვენ ილიაონს. ეხლა მე შეიძლება ქუთაისში თქვენ საპატივსაცემო უნივერსიტეტს, სადაც ძალიან დიდი ხალხია გაზრდილი, აკაკაონი უწოდო? ეკითხებით. აი აქედანვე უკვე შეურაცხყოფას ერის მამას და ვინ არიან ლექტორები, ჯგერენაიები, რატიანები, ჯაფარიძეები და ეს ნოდიები და მთელი აი ეს კმარასის რო იყო, რა ქვია, პატარა ცუნგუშა. თუთბერიძე შეიძლება დეკანი იყოს, ასე. აი წარმოიდგინეთ ახლა ხალხო. და მე რა ხდება სახელმწიფო პოლიტიკა როგორ მიდის განათლებისა? სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ინსტიტუტი იყო ერთი ჩვეულებრივი პედაგოგიური პროფილის. ამას უერთებენ კულტურის ინსტიტუტს, ფიზკულტურის ინსტიტუტს, უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტს და ასე შემდეგ. არაბეთის ხალიფატივით კი ბევრი არაბეთი რო ჩაიარო რუსთაველს და ვაკეში სულ მაგის სცენია. მათ შორის აღმოსავლეთ ცოდნეობის ინსტიტუტს სადაც ესე იგი რა კადრები იყო და რა პიროვნებები აღარ მინდა ამის ჩამოსვლა შორს საკვებას. და დღეს უკვირთ რომ ეს ამდენი სტუდენტი საიდან აქედან გამოვიდა 20,000-ზე მეტი სტუდენტი ყავთ. აი ამ ლექტორების ხელში თუთბერიძე ახსენეთ. რა უნდა ასწავლოს გეკითხებით? ჯგერენაიამ რომელიც კეიპსე და იმაზე, რასაც ლაპარაკობდა ქართულ სუფრაზე, იმან რა უნდა ასწავლოს? რატიანმა, ჯაფარიძემ რა უნდა ასწავლოს სტუდენტობას? პედარასტიზმი, რო კარგია? და ლიბერალური ღირებულებები არის დემოკრატია და დასავლეთის გესვლა? არა ბატონებო. აი ამაში საქართველო არის დიდი კრიზისში, თქვენ გეთანხმებით, რა თქმა უნდა კრიზისია.
კრიზისი არა ორ პოლიტიკურ ძალას შორის არის, არამედ კრიზისია ქართულ ქრისტიანულ სახელმწიფოსა და ლიბერალურ სოდომისტურ ღირებულებებს შორის. თქვენ ნახეთ ახლა მე იმაში არ დაგეთანხმები რომ 80% გამოვიდა 80% იქ ვინც არის გამოსული ქართულ ეკლესიას და მართლმადიდებლობას ებრძვის. თქვენ წარმოიდგინეთ რომელიმე დაუშალა იქ იმ სიბინძურე ცეკვებს, იმ ეკლესიებში შევარდნას, პატრიარქის წინააღმდეგ იმხელა იმას რა ქვია ბილწ სიტყვაობას და ისეთ აუგის ხსენებას. ეს როგორ შეიძლება ხალხო? ჩვენ მივდივართ უკრაინაზიციის გზისაკენ, ხო? იუდას ჯიშის ხალხმა სლავური სახელმწიფო უკრაინა აჭრეს 9-ნაირად, ხო? ხაზართა ისტორია გადაწერეს და მილიონიანი ტირაჟით გამოვიდა ივდითზე, ინგლისურად და რა ხდება უკრაინაში? იგივე უნდა საქართველოში. აქ ცოტა შორს არის ფესვები. ღიათ უნდა ვილაპარაკოთ, თუ ჩვენ გვინდა რომ რაღაცას ჩაუდგეთ თავში. თქვენ არ გეთანხმებით იმ გამოთქმაში, როცა ბრძანეთ, რომ ჩვენ იცი უნდა შევძლოთ ახალგაზრდობას ჩაუდგეთ სათავეში ხელისუფლებაში მოვიდეთ. ჩვენ ნახეთ სააკაშვილის 23 წლის მინისტრები, რომლებიც სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობდა, რომ ეს დედალი ძროხები უნდა შემოვიყვანო ევროპიდან. ახალგაზრდა კაცი გამოცდილი აგერ იყო აღმასკომის თავმჯდომარე, იყო გუბერნატორი, იყო პარლამენტის წევრი, ჩემი კოლეგა და უგამოცდილესი პიროვნება. დავაკვირდეთ კაცო, რამდენი წლისაა ტრამპი? რამდენი წლისა მოიყვანეს იმათ პრეზიდენტად? ხო? ისე რომ გამოცდილი ხალხი, გამოცდილი დამჯდარი ხალხი, ვინც ისიც და ისიც. ამას ნუაკეთ, რა თქმა უნდა, ახალგაზრდობას უნდა შემოიყვანო, მაგრამ ერთი ჰქონდათ კომუნისტებს კარგი, რომ კადს ზრდიდნენ, დიახ ბატონებო, მე არ ვყოფილი ვარ კომპარტიის წევრი არასდროს, არ თქვათ რომ რაღაცა იმ სტრუქტურიდან მოვდივარ. თელი ჩემი ცხოვრება მედალზე დავამთავრე სკოლა, წითელ დიპლომზე ინსტიტუტი და ასპირანტურა და 2 სადოქტორმა გადაწვა. ერთადერთი იყო რომ იზრდებოდა ახალგაზრდობა იმ კომკავშირის რაიკომში, იმაში და ბოლოს და რა თქმა უნდა ცოდნას და გამოცდილებას რო ღებულობდა, მერე მიდიოდა სამეურნეო სამუშაოზე. დღეს ჩვენ რას ვაკეთებთ? ვინ არიან მინისტრები? ან სააკაშვილის დროს ვინ იყვნენ მინისტრები? ან ეხლა ვინ არიან მინისტრები? ან ეხლა ვინ არიან პარლამენტის წევრები? გეკითხებით. ეს კარგი წინადადება თქვენ რაც წამოწიეთ რომ სახალხო როგორ თქვით დარბაზი თუ ნდობის ხო აი ხალხს ეს ხალხი მიაჩნია დამჯერად ბატონი ვახში რომ ბძენი კაცია ხო ამას შეეკითხე კაცო რჩევა და დარიგება ამან მოგწეს ვიდრე ვიღაცა გუშინ წინდეს რომ რაღაცა უკან სერტიფიკატი აქვს გარტყმული იმაში 5 წელი და ამბობს ხო მე იცი აი იქ მივიღე ის და აი არაფერს არ ანიშნავს ეგ არის კონათი შაური ჩვენ დროს ეგეთი სადოქტოროები დიპლომნიკები მყავდა მე სადიპლომოს რო ვაკეთებინებდი გოჩა ჩოგოვაძე იყო ჩემი კათედრის გამგე და ეხლა გოჩა ჩოგოვაძე მე მგონი ხელწამოსაკრავი კაცი არისო და არც იმ დროს უცხოეთში მივდიოდით უცხოეთში გვაგზავნი და კვალიფიკაციის ასამაღლებლად და სამეცნიერო საწარმოო პრაქტიკაზე ეხლა რაც შეეხება კიდე ამ სიტუაციას აი თუ არ შეიცვალა განათლების სახელმწიფო პოლიტიკა ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება მაგრამ რა თქმა უნდა ეს უნდა მოხდეს თანდათანობით რადგანაც ამის რადიკალურმა უცბად შეცვლამ შეიძლება კიდე უფრო მეტად გაზარდოს ქუჩაში გამოსული ხალხი ეხლა რაც შეეხება კიდე მეორე მომენტს ჩვენ ამ სიტუაციას რატომღაც ქართველები ჩვენი ნაჭუჭიდან უყურებთ და გლობალურად არ უყურებთ შესანიშნავი წიგნი გამოსცეს სხვათა შორის ბატონი თენგიზ ტეტუნაშვილი და სოსო მანჯავიძემ კი გეოპოლიტიკის ნარკვევები 4 ტომეული ნახეთ რა ხდება სირიაში და რა ხდება ახლა თურქეთში და რა პოლიტიკაა ერდოღანის რა პოლიტიკა თუ ნახულობთ თურქულ საიტებს რომელიც მე ქართულად ითარგმნება რა გადაცემებია რატო ახსენებენ მაინც და მაინც ყარცის ხელშეკრულებას რატო ახსენებენ დიდი ოტომანთა იმპერიის საზღვრებს და ასე შემდეგ თქვენ ეს გონიათ რომ შემთხვევით ხდება იქნება ასე შევხედოთ რომ სწორედ აზრის შექმნა უნდათ საზოგადოებაში ხო ჩვენ რატო გავეწდებ ახლა რუსეთთან არავით ჩრდილოეთი რომ ახსენეთ თქვენ მაგაში კიდე არ დაგეთანხმებით ჩვენ იმ რუსეთს ხეს ვერ ვკრავთ ეს არის ჩვენი მეზობელი გვინდა თუ არ გვინდა მართლმადიდებელი მეზობელი ამიტომ პოლიტიკა რომელიც ბრძანა ბატონმა თემურმა ყველასთან დიალოგს გულისხმობს
იმტერთანაც დიალოგი უნდა. კაი მაგალითი მოიყვანა, ეგ ლოთი ქობალი არა, გულზე ეხატებოდა, ეხლა ეძიკა, არაფერი. მაგრამ წავიდა. ჩვენ რა გულზე გვეხატება ეხლა პუტინი და უნდა არა ბატონებო, უნდა დიალოგი აღდგეს რუსეთთან და უნდა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობა. ნუ რავი ნუ დაიჯერებს რომ აჩადარასთან, ლაბრასთან და ბიჭვინთასთან ნატოელი ჯარისკაცი იბრძოლებს და აფხაზეთს და იმას კიდე ზნაურთან და იმასთან და შემოგვიერთებს საქართველოს. ეს არის კიდე ერთი მატყუარა, სატყუარა, რომელიც ანადგურებს ჩვენ ქვეყანას. ამიტომაც ჩვენ თუ არ აღვადგინეთ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და რატო? ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, იმპერია რუსეთი, რა თქმა უნდა, მას თავისი იმპერიული ზრახვები აქვს, იმპერია დასავლეთიც. თქვენ არ გეგონოთ, იმპერია თურქეთიც, იმპერია ჩინეთიც. ჩვენ ნუყურებთ, რომ ისინი არიან, რა ქვია, ძმები და მეგობრები. დავასრულებ ბატონო მახში. გავიხსენებ მე ერთ ისტორიულ მომენტს. 1774 წლის ქუჩუკ-კაინარჯის ზავი იყო, რომელმაც განდევნა შორაპანის, ქუთაისის, ცუცხვათის, ფოთის, ბათუმის ციხეებიდან ოსმალები. ეს იყო პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს სასარგებლოდ იქნა მიღებული და რუსეთის და საქართველოს ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ინტერესები დაემთხვის, თორე აფხაზეთი ახსენეთ, ძალიან კარგი იყო, რომ წამოწეთ აფხაზეთი და სამაჩაბლოს პრობლემა. აფხაზეთში აქტიური პროთურქული პოლიტიკა მიდის. ჯერ ერთი ისევე როგორც სააკაშვილის დროს, ნახეთ სააკაშვილმა თავისი დედიკო გაათხოვა თურქზე, რატო? რომ ჩამჯდარიყო წილში იმასთან, ხო? ჟვანია არ არის მაგის ნამდვილი გვარი, თუმცა აი კოკაკოლას ვეპატრონისთან. ეგ ერთი. მე ჭყონია, ხო, ჭყონია. აი და შემოიყვანა და მიაღწიეს ამათ არა? და ნუ კაი, დედამისი თურქოლოგია და ეს. მე რა ხდება? 28,000 თურქს მისცეს ერთ დღეში საქართველოს მოქალაქეობა. მე და ბატონი თემური და ლექს ოკობაიძე ცხონებული ერთად ვიდეკით თუ არა პრეზიდენტის იმდროინდელი პრეზიდენტის სასახლესთან და ვაპროტესტებდით ჩვენ თქვენ ბატონო თემური და სულ რამდენიმე ადამიანი არა თქვას ეხლა რომ ის იყო მთელი 20,000-იანი მიტინგი არა ბატონებო აი იმიტომ დგევარ მე თქვენ გვერდით და აჭარაში უდიდესი საფრთხელოა პანთურქიზმის. ხო ყოფილხართ არა? გაიარეთ ღამე. აბა შეხედეთ ერთი. ქუთაისის ქუჩაზე საერთოდ ქართული არაფერი აღარ არის. ქართული არა. ეს შემთხვევით არის? სწორედ რუსეთის ბერკეტის ეშინია და რუსეთის მუშტის ეშინია თურქეთს, თორე 24 საათში აიღებდა საქართველოს ამ რეგიონს, აჭარას, მიაყოლებდა გურიას, სამცხე-ჯავახეთს. ისტორიას უნდა გადავხედოთ. 1918 წელს თავისუფალი საქართველოა, ხო? თავისუფალი საქართველოს დროს რა გააკეთა თურქეთმა? ტრაპიზონის ხელშეკრულებას გეუბნებით მე ზოგან ბათუმის ხელშეკრულება რო ბათუმში და გამოიქნა ჩვენები. შემოვიდა თურქეთი და აბასთუმანის ქვემოთ 2 კილომეტრზე გადიოდა ოტომანთა იმპერიის საზღვარი. აი ეს აჩვენეს 4 დღის წინ თურქულმა ტელევიზიამ ერთ-ერთმა მთავარმა ახმეცით როგორმა მთავარმა, აი როგორ ჩვენთან იმედია ან ისა. ეს არ არის. გეოპოლიტიკა კიდე სხვა რაღაცაა. ამიტომაც იქ დასავლეთი თავისას რო კიჟინებს ეს ხალხი რო გამოდის თქვენ როგორ გონიათ რა ქვია იქ არ ტრიალებს ნარკოტიკების სუნი ან სიტუაცია მე გული მტკივა ჩემებიც არიან ძალიან ბევრი ძალიან ახლობლები მე არ მინდა ეხლა ეთერში დავასახელო რომლებსაც მეუწოდე ძეშეცდომილები მე გულზე არ მეხატება ბიძინა ივანიშვილი არც ეს არ გიწოდებიათ როცა მოვიდა პოლიტიკური ჩიპოლინო ხარ მეთქი და მეუწოდე თქვენ ეთერშიც გავიმეორე სხვა ეთერებშიც რომ მივიღეთ კოჰაბიტაციის შედეგად მიშა ივანიშვილი და ბიძინა სააკაშვილი მეუწოდე კობახიძეს პოლიტიკანი პუდელი მაგრამ დღეს არ შეიძლება ეს ანშლაგით ქვეყნის მართვა რომ რუსთაველზე ამ მიტინგებით აბა და გადატრიალებით და სროლით და იმ პოლიციას რო ესვრი, იმ ჯარისკაცს რო ესვრი, ჩვენ ეს გადატრიალება ვნახეთ. ესე დავამხეთ ჩვენ კანონიერი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ცუდი შედარება, ზვიადის სხვა ფენომენი იყო და ფენომენალური მოვლენა იყო. მე ბატონ ზვიადს ვიცნობდი ჟურნალისტის მხრიდან, კიდე ერთხელ ვაცხადებ,
ბატონმა მუხრანმა და ცხონებულმა უტია პაჭკორიამ გამაცნო. და მისი ნაჩუქარი წიგნიც მაქვს ამერიკელი პოეტები და ბატონ კოკოსთანაც ძალიან ახლოსა ვარ ამ ძვირფას ადამიანთან. მაგრამ აი ჩვენ დღევანდელი სიტუაცია რომ გადატრიალებისკენ მივიყვანოთ მით უმეტეს ვინ გაუკან ჭიჭევაშაძე თავისი ძმა რო გაათხოვა გეკითხებით ხატია დეკანოიძე ჯაფარიძე რომლის ნამდვილი გვარი გასიევია არ არის ქართველი რატო არ აცხადებ ცხინვალში ცხოვრობს ვიძამის და მამამისი მე აქედან ნაწავდი ჩემი სოფელი არის ქვემოჭალა ჩემი სახლიდან კილომეტრი ნახევარში დგა რუსის ჯარი ასე უყურებ ისკანდერებს აწეულებს მაგრამ მე ვიცი იქით რა ძალაა და რა შეიძლება საქართველოში მოხდეს და ჩვენ არ უნდა გავხდეთ პოლიგონი და ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცოდოთ რომ სიტუაცია დამშვიდდეს გეთანხმებით ბატონო თემურ ამ სიტუაციაში ამ მიმართულებაში რომ უნდა დამშვიდდეს სიტუაცია და უნდა დაწყნარდეს ჩვენ ნუ იქნებით პატრიარქზე უფრო დიდი მორწმუნენი პატრიარქმა ბრძანა შედით პარლამენტში უთხრა შედით პარლამენტში თუ დავაგინდათ იქიდავეთ მაგიდებთან ამას ბრძანებს ბატონი თემურიძე მე ვემხრობი რომ შევიდნენ პარლამენტში და შეიქმნას სახალხო დარბაზი რომელიც მარტო მრჩეველის ფუნქცია კი არ ექნება ბატონო თემურიძე მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფოს მართვაში კონცეფციის შედგენაში მე მომწონს ეს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა. იქ ყველა საკითხებია, იქ უსაფრთხოების საკითხებია, განათლების საკითხია, ჯანდაცვის საკითხია, სოციალური საკითხები და მე მომწონს. უნდა ვაიძულოთ, რომ ორივე დაასხდნენ პარლამენტის კამებზე და მიიღოს ჩვენაირი ნორმალური ხალხი, თქვენ დღეს ახსენეთ ბატონ როინმეტრეველს შევხვდი ამ აკადემიკოსებს, პროფესორებს, მეცნიერთა კონგრესს, ხელოვანებს შევხვდი, კაცო, იქნება რას გეუბნებით? იქნება რას გეუბნება ბატონი ბავშვი? იქნება რას გეუბნება ბატონი როინი? იქნება რა წინადადებას გთავაზობთ? მე ისევე როგორც თქვენ დინარაძე ქინძად მიმაჩნია. არაფერს არ წარმოადგენს მისი სიტყვები, როგორც არ უნდა შეიკრიჭოს თმა, რანაირი ჰასტოხიც არ უნდა გაიკეთოს და რა სიტყვაც არ უნდა თქვას. იმიტომ რომ ის წონა არ გააჩნია მართალი ბრძანეთ. ამიტომაც ღირსეულ ხალხს დაუჯერონ და მაგრამ ჩვენ ორივე მხარეს უღირსებს ვხედავთ. სამწუხარო ეს არის და ესენი თუ ეს გადატრიალდა ის უღირსები ანუ აი ამ წინ ცეცხლი წინ წყალი უკან მეწყერი ეს უნდა გამოვრიცხოთ ამიტომაც უნდა დაშოშმინდეს ეს სიტუაცია მე გეთანხმებით ასევე პრეზიდენტის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის შეფასებაში ის გვარტომიან ჯიშიანად არის მოღალატე თავის წინაპრებიან კედიან გაძარცვეს საქართველოს გაიქცნენ და მონაწილეობდნენ ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში და ასე შემდეგ ეს კიდე მთელი საკითხია და მთელი გამოკვლევებია ამას. ისე რომ შეცდომა იყო რა თქმა უნდა ბიზნეს მხრიდან რომ შემოგვტენა ეს ქალი. ეს 9 ხებეზე გადამხტარე ვიღაცა, ხო? ჯერმანამდე მარგველაშვილი, რომელიც ასევე სოროსის ფონდის ვირთხა იყო გამოსდილია რა. და აი ჩვენ რამენაირად შევძლოთ რომ სიტუაცია დამშვიდდეს და ჩვენ გაგვიწიონ ანგარიში მეცნიერებს მოაზროთ მე კი არა კაცო თქვენ ბატონებო მე არაფერი არ მინდა არც თანამდებობა მინდა არც პოლიტიკა რა პიროვნებებზე არ არის ხო აი მეცნიერულ ხედვას ბრძნულ იმას დაუჯერონ და არა იმას რომ იცი ჩვენ ეს თქვით და ეს ოცნების გეგმა ეს ნაცების გეგმა არა იმიტომ რომ აი ეს აყირავება აწყობს სწორედ დასავლეთს რატო აწყობს ახლა მოკლედ ამასაც ვიტყვი და იმიტომ რომ ბატონ დიახ იმიტომ რომ ევროპაში დღეს არის ლიბერალური ფაშიზმი. დღეს არის სამწუხაროდ ლიბერალური ფაშიზმი. იგივე მაკრონები გაიხსენეთ რა ხდება. იგივე ინგლისში რატო იყიდება თვით კათოლიკური ეკლესიები რა ხდება? რა მოხდა საფრანგეთში ეკლესიებში? რა მიმდინარეობებია და რა ტალღა მოვიდა აქ ჩვენთან ამ ლიბერალური სოდომიზმის ცოდვის ტალღა. თქვენ მოგწონთ ეს ახალგაზრდები 4 გოგო რომ ღერის ჩემი ის ეს შეიძლება?
აი აქეთკენ მიდის ეს ყველაფერი. მე ის ცუდი შედარება გავაკეთე, ზვიად გამსახურდიას დროს ვაშკაცები იდგნენ ყოველთვის მიტინგზე. ვაშკაცები. მე არ გულისხმობ ახლა იქ კიტოვანის და ხედრიონის და იქით დედრიონის და არა. მაგრამ აქ სოდომის მიმდევარი და პატრიარქის და ეკლესიის მაგინებლებით განანდა. ესე არ არის. ეკლესია საქართველოს იდენტობის უპირველესი ბურჯი იყო, არის და იქნება. ისე რომ ჩვენ დაუჯეროთ პატრიარქს, მე მის მოწოდებას და ეკლესიის მოწოდებას ვეთანხმები. შევიდნენ იმაში, რა ქვია, პარლამენტში და მე ვიმსჯელოთ, არჩევნები უნდა ჩატარდეს, გააგრძელოს პარლამენტმა მუშაობა, როდის უნდა ჩატარდეს თუ არ აი ეს ყველაფერი მაგიდასთან და საარჩევნო იმებზე უნდა გადაწყდეს, რა ქვია, საპარლამენტო ტრიბუნაზე. დიდი მადლობა მაპატიეს რომ ერთიმიან ძალიან იდეალისტური მსჯელობა და ბატონობა ჩემი აზრით საკამათოდ არ ვამბობ, მაგრამ მე ახლა პრეზიდენტი ესე იგი მოღალატეა და ბიზნესმენი არ არის, ახლა ამ თეზას რა თქმა უნდა ვერაფრით ვერ დავეთანხმები და ვერ რაღაცას გესიამოვნები ცალკე ველაპარაკებდი ახლა. არა, ბიზნეს შეფასებაც გითხარით და გადაახვიეთ და ნახეთ. ჩვენი გადაცემა არის თავისუფალი, ყველა შეგვიძლია გამოთქვას თავისუფალი ეს არის მნიშვნელოვანი დაცვა. უბრალოდ ეს მნიშვნელოვანი მომენტი თქვა, ვიდრე ბატონ იმედოს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი თქვა, პატრიარქის განცხადებასთან დაკავშირებით რომ არის ჩვენს წინა დოკუმენტში, რომელიც ჩვენ კონგრესზე გქონდა მასში იქ პირდაპირ გვიწერია ჩვენ რომ ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება არის ის რომ გამოცხადდეს ხელშეკრულება რომ ჩვენ შედივართ პარლამენტში, მაგრამ ინიშნება 1 წლის განმავლობაში სისულელია ეხლა არჩევნების დანიშნვა, იმიტომ რომ უარეს შედეგს მივიღებთ. ამას ჭირდება ძალიან ხალხთან დათათბირებული დოკუმენტის მიღება და ჩვენი გვწერთ, აი თავრობა 54% ოპოზიცია არ ყოფილა პარლამენტში არასდროს. როგორ უშვებს ხელიდან ამას ოპოზიცია, რომ 44% რეალურად არის მას ეკუთვნის და ჩვენ ვამბობთ რომ მოლაპარაკებით შეიძლება 44% შენ გქონდეს სახელმწიფოს კამებიც. ამაზე შეიძლება, ამიტომა დიალოგი საჭირო, მაგრამ ამაზე არ მიდიან, მაგრამ მე სულ არ მინდა ისინი რო იყვნენ ისინი, მაგრამ მინისტრები რა უკეთესები დანიშნეს, იმათ გითხარით ეგ როგორ არის და უარეს გეტყვით აგერ. აი მარტივად თქვენ იმის დადასტურებად. ვინ არის ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი, ახალ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს რო გაიხდო? ხუბო. ვინ არის სამარცხვინო? რა უქნა აქეთ? ეს არ არის შეურაცხყოფა. შეურაცხყოფა მთელი საქართველოს. მაგრამ ნახეთ, თავარი ეს არ არის. მე ერთ-ერთ პიროვნებას ვეუბნები, ახლობელს ძალიან პრემიერ-მინისტრის, ვეუბნები რომ ამას როგორ დაეთანხმებთ, რომ მე ვნახე პრემიერ-მინისტრი როგორ შეხვდა და უთხრა გისურვებ წარმატებებსო. მითხრეს რომ გადმომიგდეს მერე, უნდა ვნახო ის პრემიერ-მინისტრი 2 დღით ადრე, ვიდრე დაინიშნება ეს გამოდის და ამბობს, რომ ხუბუამ დაანგრია უნივერსიტეტი. ესე იგი პრემიერ-მინისტრს არაფერს არ ეკითხებიან ქვეყანაში. 2 დღით ადრე ლაპარაკობს იმას, რომ ეს არის უბედურება. მისი ბაბუა იქ იდგა ჩვენთან ერთად წყალს რო იმით ვაძლევდით, გახსოვთ თქვენ არა? ვედროებით რომ ჩაკეტა ხუბუამ, იქ იდგა მისი ბაბუა. როგორ შეიძლება ამ ოჯახს ჰქონდეს სხვა აზრი, მაგრამ წარმოიდგინეთ თქვენ, გამოდის ამბობს რომ დაანგრია და 2 დღის მერე აიძულებენ, შეხვდა ხელი ჩამოართვა და ქუთაისში წადიო. რას მეც პრემიერ-მინისტრი დაანგრია, არამედ შემჩნეული თუ ბრალდებული იყო წიგნები გაყიდა უნიკალური წიგნების გაყიდვა გატაცება. ემიდა ბატონი მოდო ოდის მოვითხოვ მე უნდა დაგტო. დიდი მადლობა ბატონ. დიდი მადლობა. ბატონი უთარი. ბატონი საუკეთესო ბატონი ვაჟა უთარაშვილი გტოვებს. ჩვენ ვაგზავნეთ ბატონო იმედო ჭეიშვილი ხატვარი. ეს ეროვნული მოძრაობა მოსწრებული ხარ. ხა მაგისტრი შორსე მოყავს. მიესალმები ჩვენს მაყურებელს და ამ დღესასწაულს. ეხლა რთულია აქ ცოტა საკამათო თემა წამოიჭრა და ორივე მხარე თავისებურად. ჩვენ ჯერ კიდევ ზოგადად საბჭოური მენტალობიდან არ არის ქვეყანა მთლიანობაში გამოსული. ორი უკიდურესობა გვაქვს, ორი პროვინციალიზმი ამ მხარის. აქ კონსერვატორული პროვინციალიზმი, იქ ფსევდოლიბერალური პროვინციალიზმი. ერთი სადღაც ჩარჩენილია თაობები,
გონია ის საბჭოთა ცხოვრება. რასაკვირველი იმას უამრავი დადებითი რა ქონდა და ყველაზე მთავარი ის არის რომ საზოგადოება აქედან უყურებს ბერია და სტალინით ხედავს საბჭოთა აღარ არის საბჭოთა კავშირი წავიდა ეს ისტორია ჩაბარდა. დღეს სხვა ეპოქაში ვარ და ახალი მსოფლიო სულ სხვანაირად ეწყობა. სხვა ინსტიტუტებია, სხვა რაღაცა რასაც საუბრობენ გარედან, გინდა ელო პარლამენტი, გინდა ის ზოგადად მთელი ეს დიდი, გინდა ამერიკის სენატორები გამოვლენ, რასაც გინდა ჩამოგირთმევს, ყველა გეტყვის. ისინი არც ერთი არ წვეთ საქმეს, არც ევროპარლამენტარები წვეთ საქმეს. ესენი არიან მარიონეტები იმ დიდი პროგრამების შემსრულებლები. ეხლა შევსვარ წავიდეთ, ეხლა მე არ მაქვს ის ინფორმაციები ამაზე რაღაც კაპიტალურად და დალაგებულად, მაგრამ რასაც საუბრობენ კი არა, რასაც ხედავ მოქმედებას იქიდან გამომაქეს და 80-იანი წლებიდან სტუდენტობიდან 90-იანი ნახოთ ჩართული ვარ და ჩართული ვარ. არასდროს არ ვცდილობ სინაპლან წამოსვლა და ეხლაც ბატონი თემურისხაით ვარ საერთოდ არ მაქვს ექსურვილები, იმიტომ რომ ერთში აქ თავარი რაც არის ამ მიმართვებში და ამ დოკუმენტში რომ არის განწყობა ერთად ყოფნის და თანადგომის. ამისი როგორცა გზა მოვლახოთ. ამისთვის არის საჭირო შიგმაინს სანამ ხმაღლავეთყვით ჩამოყალიბდეთ რა მიმართულება გვინდა და საით ვიდის სოფლიო ამ ეტაპზე და ხვალ რა გველოდება ყველაზე ცუდი განვიხილოთ და მე ნელ-ნელა რაღაცა თადარიგი დავიჭიროთ. დღეს გამოკვეთილია ჩვენ ვერ ვიტყვით ვერავინ ახლა არ ვიცი თავრობაში ვის რა ინფორმაციები რაც თავაზობენ რა თამაშებია როგორ არის ეხლა 44% ახსენათ აქ თქვენ ბატონო თემურ და 44 კი არა 59-ს რო ყოფილიყო ხო მაინც იგივე იქნებოდა რაც არის ეს მიზანმიმართული პროგრამა იყო ასე უნდა ყოფილიყო თუ ეს ამ ქვეყნის მშვიდობას ემსახურება სადღაც ღმერთმა შეუნდოს ორივე მხარეს თუ ასე არის მიშა ჩახსნეს პრაქტიკულად დასავლეთი ამ ოპოზიციას არ თვლის მისიმად ეს გამორიცხულია ну ახლა ხმამაღლა ძნელია თქმა ვის უნდა რა უნდა როგორ უნდა მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე რაც შემიძლია ერთ რიგით მაგას ვთქვა რომ აქ ყველა მხარე შეთანხმებულია რაც აქ ხდება ზოგს უნდა გარეულობა ზოგს უნდა არეულობა ის თემაც რომელიც წამოვიჭერა ახლა იქ ხაზარებზე და რაღაცებზე ეს საკეთე მაგარ არის ამის დრო ბევრი რამე არის აქ გათვლილები ბევრი რაღაცები ჩვენთანაც უნდათ ის ვიღაცებს რაღაცები მაგრამ ასე ქარაგბილს დაუბარი ახლა არ არის ადგილი უბრალოდ აუცილებელია იმ დოქტრინაში ჩაიდოზე შედგეს ამას 200 კაცი თქვენ რა თქვის ყველაფერი ძალიან კარგია მაგრამ გარკვეული ვისაც პრეტენზია აქვს ამ იდეოლოგიურ სისტემაზე ეროვნულს რანი ვიყავით რა ვართ სად ვართ ერთმა არ ვიცი საიდან იყო ჭკვიანურად თქვა რომ გარდაცვლილების ცოცხლების და ახალდაბადებულების ერთობა უნდა იყოს ახალდასაბადებლების. აი ეს არის ცნება ჩვენი. ეს თუ არ გავაცნობიერეთ, რა ვარ ახლა იქ ლოზუნგებით, მე შინ ევროპაში, მე ევროპელი ვარ, თუნდაც იმ ჟვანიას გამოთქვა მე ევროპელი, მაშასა და მე ქართველი. ეს ყველაფერი არის, არ ვიცი რა არის. არც ერთი არ მოდის ჩვენ ცნობიერებასთან, ჩვენს გენეტიკასთან. ამას ტრაბახით არ ვამბობ, მე კი არა, ჩვენ ერმა არ უნდა ვიკადროთ ტრაბახი, რომ ჩვენი ყველა ერთს აქვს თავის მისია, მაგრამ ჩვენ გვაქვს განსაკუთრებულად სხვა მისია და ამისი ჯერ ჩვენ უნდა შევდგეთ, როგორც ერი შემდგარი არ ვართ. როგორც სახელმწიფო გარანტირებული თავისუფლება არ აქვს ამ სახელმწიფოს. დამოუკიდებლობა ეს არის პირობითი სიტყვა. სამყაროში დამოუკიდებელი არაფერი არ არის. შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში რამე გააკეთო. თავისუფლებაზეა ლაპარაკი, თავისუფლება შენში და ერში და პიროვნებებში თუ არ იქნა და თავისუფალი ცნობიერების პიროვნები, ეროვნული ცნობიერების, ურა პატრიოტიზმა რა მოგვიტანა ჩვენ ამ შოკურმა პატრიოტიზმა 30 წელი გავიარეთ, რა მოგვიტანა ვხედავთ ეს თუ ჩვენ არ მივიღოთ ამ გამოცდილებას არ დავინახავთ აი უბრალოდ დაობები ახალგაზრდები რასაკვირველია უნდა გედგეს და სასწავლიდე და ზრდიდე და აყენებდე გზაზე მაგრამ საჭირო უნდა ეჭიროს უფროსებს მაგრამ ხიდი ჩატეხილია აქ ილიასი არ იყოს ყველაფერი გააკეთეს ყველაფერი მიშას განსაკუთრებით ახლა მე მიშაზე კი არ მაქვს გართულება ის მიშა არ იქნებოდა როგორც იტყვენ გრიშა იქნებოდა ამ სისტემას მაინც მოიტანდნენ ვიღაცისგან ხო იმ დეტალებზე აქ არ არის საჭირო საუბარი ეს ყველაფერი გაკეთდა მიზანმიმართულად თავისთავად იმ საბჭოთა სივრცეში ჩვენ რაც შეზღუდული ქონდა ეროვნული ცნობიერების ამ კუთხით იმ ლოზუნგებმა დაგვიფარა თორე გადაყვაპავდა მთლიანად ის მაგრამ რაც იყო სისტემას გარესამყაროსთვის ვერ ანგრევდნენ ღიად ხო ფარულად ვიცი რასაც გვიკეთებდნენ მაგრამ ნუ ეს ასე ახლა იმპერიები დასავლეთი მისაცნობს ყველა ჩვენ
პირდაპირ ეს ამოძირკვეს ისიც კი რაც ჰქონდა. ყველაფერი ამოძირკვეს და საერთოდ დღესაც როგორ ჩანს, უფლებები არ არის რომ რამე ჩასწორდეს და გაკეთდეს. ინერციით თითქმის იგივე მოდის დღესაც. ნუ ახლა შეღავათები ის არის რომ ბიზინა მოვიდა და ისეთი კატასტროფა რაღაც უბედურებები არ არის თქვა. ეხლა ხედავთ მეცნიერთა კონგრესის აი ამ თქვი მე თავარი თქვი რომ რაც თავარია ჩადებული არის ამ მიმართულებით, რაც არის ყველაზე თავარი, კარგი შერიგების კი არა, გამოსავალი გონიერი ხალხისგან მოდელი შეიქმნას უნდა. ქვეყანაში თუ არ იქნა ეს მოდელი არ ექნა, ახლა ეს უნდა გაკეთდეს და რამდენად მიიღებს ამ ეტაპზე სახელმწიფო ამას რამდენად ნება იქნება გარედან სხვა საკითხია. იმიტომ რომ მე საერთოდ ასე მესმის, პოლიტიკოსები კი არ უნდა მართავდეს სახელმწიფოს. სახელმწიფოს უნდა მართავდეს ის ბირთვი, რომელშიც ინსტიტუტი იქნება. სახელმწიფო ინსტიტუტი უნდა მართავდეს და კარგი პოლიტიკოსები თუ ქვია მას რაც არის განათლებულები, მომზადებულები, იდეოლოგიურად გაცნობიერებულებს უნდა გაქონდეს და მიქონდეს ეს საქმე გარეთ და შეგით. ისინი უნდა იყოს შემსრულებელი. და სახელმწიფოს ინსტიტუტი არა აქვს ეროვნული, ბაზა არა აქვს იდეოლოგიაზე, მის სარსულზე აწმებობაზე, ის სახელმწიფო ვერ შედგება ვერაზმოს. ვერ შედგება. რაც ჩვენთან დეფიციტია და ძალიან რთული ეგ საკითხი. დიდი მადლობა, ჩვენ რაოდენიმე წუთში გავართ. ბატონებსი, მე წარმოგიდგენთ იმ მეორე ნაწილს, რომ ის იყოს მე დასკვნით ნაწილსთან, ამასთან დაკავშირებით, რომ იყოს ის ახლა ხელდობაში მაქვს რომ ჩვენ ამ დოკუმენტზე დიდი მადლობა აქ ძალიან საინტერესო საუბარი და ამით არის საინტერესო ეს ტელევიზიაც და ამით არის საინტერესო ეს ჩვენი საუბრებიც რომ აი აქაც კი თითქოს ამის თავისუფლად მე ერთი რამ მინდა გითხრათ რომ 5-6 პიროვნებას რომელმაც რაღაც კრიტიკული რამ დამიწერა მე ყველას უთხარი მოდი ამა და ამ დღეს ამა და ამ საათზე ვერ მოდით ამ იმაზე მაგრამ პატივისცემას გიდასტურებთ და გეუბნებით რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოხვიდეთ ჩაერთოთ ასეთ გადაცემაში ნებისმიერ დროს გექნებათ საშუალება გამოთქვათ მოსაზრება ეს არის ბედნიერება ეხლა ეს დასკვნითი ნაწილი რომელიც დოკუმენტის გამოქვეყნებულია და ეხლა ეს დოკუმენტი როგორც სპიკერი იყო და მეცნიერთა კონგრესის ერთ-ერთი სპიკერი არის ბატონი ბესიკ ბოგველი და მისი ხელმოწერით უკვე ის დოკუმენტები რომელიც შედგება ჩვენთან წავა ყველგან და აი ნახეთ ეხლა ეს დასკვნითი ნაწილი როგორია ამ დოკუმენტის მეცნიერთა კონგრესს მიაჩნია რომ ქვეყანაში სწორედ ხალხის მიერ უპირატესად არაპოლიტიზებული ადამიანების მიერ მეცნიერულ პროგრამებზე დაყრდნობით უნდა დაიბადოს ახალი ტიპის მოძრაობა რომლის მიზანია ქვეყანაში დასრულდეს პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა და დაიწყოს მეცნიერების ერა რომ ფულის უფლების ქვეყნიდან გადავიდეს ნიჭის ძალაუფლების ქვეყანაზე. სწორედ ეს არის ინტელექტუალური რევოლუცია, რომლის შემდგომაც გახდება შესაძლებელი, რომ ცივილიზაციის სათავეებიდან მომდინარე ქვეყანამ მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრმა საქართველოს შეასრულოს დიდი სულიერი მისია. ეს არის უდიდესი ეროვნული გადაწყვეტილება, რომელსაც ვჭირდებით ყველანი, როგორც რიგითი ჯარისკაცები, ვიმეორებთ, როგორც რიგითი ჯარისკაცები, ყოველგვარი ამბიციებისა და გენერლობის გარეშე. ჩვენ ამ დოკუმენტს უგზავნით საქართველოს საპატრიარქოს ხელისუფლებას პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტარებს, მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, ზოგადად ყველა ტიპის მეცნიერული მიმართულების აკადემიებს, უმაღლეს სასწავლებლებს, სამეცნიერო დაწესებულებებს, პოლიტიკურ პარტიებს, საინფორმაციო საშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. კარგი იქნება თუ შევძლებთ შევთანხმდეთ ერთობლივ დოკუმენტზე. ანუ ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ეს არის ჩვენთვის თავარი ისე, ჩვენ ვლაპარაკობთ იმას, რომ დავითათბიროთ და შევთანხმდეთ ერთობლივ დოკუმენტზე. გვაქვს მწარე გამოცდილება მეცნიერება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ყველა ხელისუფლებას მიმართეს კონსტრუქციული წინააღმდეგობით პასუხად იგნორირება მიიღეს. ბოლოს 2016 წლის დეკემბერში გაკეთდა მიმართვა უნდა დაიწყოს აკადემიური მშვიდი და წყნარი დიალოგი ეროვნული თანხმობისთვის. ამაზე უარის თქმას არ გვაპატიებს არც დრო და არც მომავალი. ვინც ამ დოკუმენტს წაიკითხავს მიხვდება რომ დრომ არ გვაპატია და რაც ხდება დღეს ქუჩაში იმის შედეგია რომ სწორედ მეცნიერებს არ მოусმინეს. ჩვენ თანამშრომლობას თავაზობთ ყველას. თანამშრომლობაა ძნელი, იგნორირება ადვილი, დაპირისპირება სუსტების მოგონილია, ძლიერები თანამშრომლობენ. ჩვენ აქვთ ცვლით პოზიცია საქართველოს ჭირდება ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის შიგნით თავისუფალია შურის ძიებისგან და ქვეყნის გარეთ ვალდებულებებისგან. ვინ გაიზიარებს, ვინ არა, ეს ერთი ცხადზე უცხადესია. არც ერთ ისტორიულ ეპოქაში ქვეყანას ისე არ სჭირდებოდა ერთობა.
ხას უსვამ არც ერთ ისტორიულ ეპოქაში ქვეყანას ისე არ სჭირდებოდა ერთობა ქვეყნის შიგნით, როგორც დღეს, რომ დაპირისპირება გარეთ ძალთა და დაპირისპირებულ მხარეთა ინტერესებში შედის და არა ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის. საქართველოს მოსახლეობას უნდა თავისუფლებაზე დამყარებული მშვიდობა და საქართველოს მოსახლეობას უნდა ის, რაც მეცნიერთა კონგრესმა ასე ჩამოაყალიბა. საქართველოს ხელისუფლება არის ის, რომელიც იცავს ადამიანის ბუნებით უფლებებს, სიცოცხლის უფლებას, სიტყვის უფლებას, საკუთრების უფლებას და უკეთესი ცხოვრების საგენმისწრაფების უფლებას. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე შეუქცევად და უზრუნველყოს თითოეული ადამიანისთვის საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების მიღების თანაბარი უფლებები. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ხელისუფლება, რომელიც ამას ვერ აკეთებს, კონსტიტუცია მაღლა აყენებს საკუთარ თავს, პრაქტიკულად არ არის ამ ქვეყნის ხელისუფლება და ის უნდა გადადგეს ან საერთო სახალხო რეფერენდუმზე გატარებული იქნება ხელისუფლების ნდობის საკითხი. ჩვენ ხმამაღლა ვამბობთ, ვინც გინდათ ის იყავით ხელისუფლება, მეცნიერთა კონგრესი არ უნდა, მაგრამ ეს შეასრულეთ. ამ გამოვიდა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველოს ხელისუფლება არ ყოლია. ამიტომ ჩვენთვის თვითმიზანი არ არის არც ვინმესთან თანამშრომლობა და არც ვინმე დარც ხვეწნა მუდარად თანამშრომლობის თაობაზე. ჩვენი მიზანია საქართველოს ყავდეს ასე ისეთი ხელისუფლება, რომელიც იმას ჩამოაყალიბებს, რაც ზემოთ უკვე თქვი. იგნორირება არ გვაწუხებს, ანუ მეცნიერთა კონგრესი იგნორირება არ გვაწუხებს. ვინც გინდათ ის იყავით ხელისუფლებაში, მაგრამ შეასრულეთ ის, რაც გევალებათ. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლებას აქვს ორადორი ფუნქცია. პირველი შექმნას კონკურენტული გარემო და მეორე დაიცვას ადამიანი. სწორედ ამას ემყარება ჩვენი გამარტება ხელისუფლების თაობაზე. ქვეყანაში აბსოლუტურად არ არის კონკურენტული გარემო, ქვეყანაში დაცული არ არის ადამიანი. მაშინ რა გვინდა ასეთი ხელისუფლება? ჩვენ არც ხელისუფლების წინააღმდეგ ვებრძვით და არც ოპოზიციის. ჩვენ ვდგებართ ხალხთან ერთად და ვფიქრობთ არა არჩევნებზე, არა ვინმეს გამარჯვებასა და ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლაზე, არამედ მომავლის საქართველოსთვის. სწორედ ამიტომ ვირჩევთ ჩვენ სხვა გზას და ეს გზა არის ეროვნულ სახელმწიფოებრივი მოძრაობის გზა, ეს არის ეროვნული თანხმობის პარლამენტის გზა. სწორედ ამ მიზნით შედგა მეცნიერების და ხალხის მიერ ერთობლივი პროგრამული დოკუმენტი ხალხის წერილი ხელისუფლებას. ჩვენ ვრჩებით ამ წერილისა და მეცნიერთა მიერ შემუშავებული პროგრამული დოკუმენტების ერთგული და ვირჩევთ სხვა გზას განსხვავებულს ხელისუფლებისა და განსხვავებულს ოპოზიციისგან. ვიქნებით ბედნიერნი ხალხიც და ქვეყანაც, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, თუ მიმოქმედებთ შეთანხმებულად. ამაზე უარის თქმას მართლაც არ გვაპატიებს არც დრო და არც მომავალი. თუ ეს დოკუმენტი სრულად ვერ იქცევა სამოქმედოდ, ეს მხოლოდ ხელისუფლებისა და ოპოზიციის გამოისობით. ისტორიაში კი დარჩება, რომ ამ რთულ პერიოდში ქვეყანას ყავდა ხალხი, ყავდა მეცნიერები, იყო მეცნიერთა კონგრესი, რომლებიც ფიქრობდნენ ხალხსა და ქვეყანაზე. ხელისუფლება უფროსობს ჩხილებშია, რაც შეცდომაა. ხელისუფლება ასამართლებს, რაც შეცდომაა. დრო ასამართლებს ხელისუფლებას, დრო ამ ხელისუფლებას გაასამართლებს. ცუდია ის, როდესაც ჩვენ მომავალში ვამბობთ, რომ 12 წარსულში დაგვიშვია ხელისუფლება. მეცნიერთა კონგრესი არის ის ორგანო, რომელიც არ ტოვებს ამას მომავალში სათქმელად და ამბობს, დღეს უნდა გასწორდეს, რომ მომავალში არ ვთქვათ, რომ წარსულში დაუშვით შეცდომა. ისტორია განჟის, მეცნიერების იგნორირებაა სწორი, თუ მეცნიერებაზე დარწმობა. ისტორია განჟის, ჩვენი პოზიციაა მართალი თუ ხელისუფლების, რომელმაც იგნორირება გაუკეთა დოკუმენტებს, რომელთა ჩამონათვალსაც აქ ვაქვეყნებთ, რომელებზე დარწმობითაც შეიქმნა ეს დოკუმენტებიც. აქ არის ჩამონათვალი დოკუმენტები, ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია ხელის დაჭერით გადავიდეს ამ დოკუმენტზე, აიკითხოს და ნახოს და იამაყებს იმით, რომ მეცნიერებმა ამ ხნის განმავლობაში შექმნეს ეს უნიკალური დოკუმენტები და ბედნიერებაა ის, რომ მზად არის ქვეყანა სისტემური ცვლილებებისთვის, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს, თუ ეს სისტემა არ შეიცვალა, იგივე მდგომარეობა იქნება. ვხედავთ ჩვენ, რომ ყველა პარლამენტი მის წინაზე უარესია. ყველა პარლამენტის დროს დაპირისპირება ძლიერდება სისტემური ცვლილებების შეცვლის ამ მდგომარეობას. დიდი მადლობა. საკმაოდ კარგად იყო ხილული და სხვადასხვა პოზიციიდან გავაშუქეთ. მთავარი ეხლა რაც მთავარია ეს ბავშვები ქუჩაში მეცნიერთა კონგრესის ბატონმა თემო ახსენო სავარაუდოდ უფრო მეტად უნდა გამოჩნდეს და უფრო აქტიური ნაბიჯები დავიწყოთ გადადგმა. ფაქტი ერთია, რომ არენაზე არის მხოლოდ 3 ძალა, მართველი ძალა, ოპოზიციური ძალა და მეცნიერებათა კონგრესი.
და რა თქმა უნდა ხალხი. მეცნიერთა კონგრესს, რომელსაც აქვს მიზანი დანარჩენი არსებული ხალხი, რომელიც არის მას აქვს მხარი, ან მეტნაკლებად ხარით არის მოაზრებული. ამიტომ გამოსავალი ერთადერთი ამ კრიზისიდან, რომელიც დამთავრდება ერთმანეთის პატივისცემით და ყველა უკმაყოფილი იქნება, აი ესეთი ორგანო არის ერთადერთი მეცნიერების დაცვა. ამიტომ მე სხვებსაც მოვუწოდე მეცნიერებს ჩაერთვა, ეს არ არის მარტო ჩვენი საქმე, ეს არის მთლიანი ეროვნული საქმე, იმიტომ რომ როდესაც ცეცხლი უკიდია სახლს და სიმბოლურად სახელმწიფოს და იქ ბავშვები იწვიან, ამ დროს გარჩევა მე ვარ მართალი და შენი ბრალია და შენ უნდა წახვიდე აბსურდულია. იმიტომ რომ ეს ბავშვები დაგუღუპება მენტალურად, ფიზიკურადაც წავლენ და იქიდან მიწვიდის საზოგადოებრივ სადღაც 1-50% თავის პრობლემებით ბრუნდება. ზოგი იქჩება და საერთოდ აღარ უნდა. ეს არის ძალიან დიდი დანაკლისი 300-მდე A-კლასის მეცნიერი ცნობილი საქართველოსგან ის გასულ. ჩვენ ფაქტიურად მეცნიერები არ გვაქვს. ამიტომ ეს არის დიდი დანაკლისი, ჩვენი ენერგია და ჩვენი ეს წვენი, რასაც ქვია, ხო, მადლი ხმარდება სხვა ქვეყანა და სულ ესე ვიყავით, ხო? ჩვენით იღებდნენ ირანს, აგერ გიორგი სააკაძის მაგალითი ხან თურქეთზე ხარ სიწუთა ხანილეს ირანის ხარეს და წარმოიდგინეთ ირონება რომ ნორმალურად გამოიყენებდა სახელმწიფოს და მას კიდე პრემიერი თუ კიდე თავდაცვის მინისტრი ყოფილა და ღირსეულად ბრძოლა გადაეწყვეტა და დაემდო ტყური მაგრამ და სულ ჩვენ მოვიგებთ ხო ფაქტობრივად მაგის გამო. ამიტომ მეცნიერება არის ძირითადად რომელიც ავითარებს სახელმწიფოს და წარმატება მოაქვს და აქედან გამომდინარე მხოლოდ მეცნიერებს აქვს ამ კრიზისის მართვის ერთადერთი გზა, ძალიან რთული გზა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ამის რეცეპტი ჩვენ არ ვიცით, ჩვენ გვაქვს ერთადერთი სურვილი ის პოტენციალი რაც ჩვენს გამოვა და ამ ადამიანების ავტორიტეტი მე იმედს ვაძლევს რომ ეს კრიზისი შესაძლებელია მართოთ და აი ამ ხელა გეოპოლიტიკის კრიზისი ვაქციო ძალიან დიდ კაპიტალს. ეს კაპიტალი იქნება შეიძლება საუკუნეს კი არა იქით საუკუნეები გოხოს. ძალიან ბეწვის ხიდზე გავდივართ. ასე რომ ამებაში აღარ არის საჭირო ერთმანეთის დაპირისპირება, ისე მოუწოდებ მთავრობასაც და ოპოზიციურ ძალებსაც, რომ კრიტიკულები, რადიკალურები არ არის საჭირო ეს გინებები, ხო? კი, გამოიხატა ყველაფერი. ეხლა უკვე ემოცია აღარ არის, ეხლა უკვე ცნობიერი, ეხლა ინტრიგნანი, ის ვინც ეხლა დაძაბულობას აღნოებს უკვე არის ინტრიგანი და რომელსაც უნდა ომისკენ წავიდეს. არ გამოსავალი არ არის. ეს არ არის ეხლა თანაბარი ძალებია, ხო? ძალიან დიდი გეოპოლიტიკა. ეხლა აქ თუ ერთმანეთი გავიჟუჟეთ და აგი გითხარით ზანგეზურის კორიდორს ამუშავებენ, ხო? ახალ თურქეთზე იყო საუბარი, რუსეთს აქვს ინტერესი. ძალიან რთული სიტუაცია და ჩვენ უნდა მიხვდეთ ჩვენ თავს. მოკლედ ჩვენ რაუნდს 1-2 წუთი გვაქვს მე მგონი. მოკლედ თუ შეიძლება 1.5 წუთით შევაფასოთ თქვენი. რა თქმა უნდა მე ამას ცვლიანობაში ვეთანხმები, მაგრამ მე მინდა დავსვა კითხვა და თქვენგან გავიგო პასუხი. საქართველო არის მძიმე მდგომარეობაში და საქართველო არის საკმაოდ სუსტი, რომ მოერგოს აი ამ პრობლემებს, რომელიც მას აწუხებს. არის ორი დიდი ძალა. ერთი არის აზიური, ესე იგი რუსული და მთელი აზიური და მეორე არის ევროპული. აი როცა ძალიან გვიჭირს, მაინც რომელ ძალას უფრო უნდა ვენდოთ. აი ეს მაინც გამოვკვეთოთ. აი ხშირად ვამბობ, არასწორად აღიქვამს საზოგადოება ჩვენს ფორმულირებას. ქართული მხოლოდ ქართული გზა. რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება ამაზე უარი ვთქვათ, ეს არის თავარი, ეს არის, მაგრამ როცა ლოზუნგი ეს გამოგავს და ამ დროს ამას ვიღაცა და ვიღაცა კი არა ძალიან ბევრი დიდი ნაწილი აღიქვამს როგორც არაევროპულს. აი ეს არა ევროპულად ვინც აიდას ბატონო ბახში ნუ შემოიტან და დაიკარგოს მომხრეები. ჩვენ მომხრეებზე რაოდენობაზე კი არ უნდა ვიფიქროთ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე რომ გქონდეს ორი პოზიცია. ქართული მხოლოდ ქართული ნიშნავს ევროპულს. გამარკვიეთ ერთი მითხარით რომელიმე მითხარით სად არის აქ სხვა აზრი. ქართული მხოლოდ ქართული არის სწორედ ის რომ ჩვენ ვართ ევროპა. უფრო მკვეთრად გამოვხატა. აი ნუ ეხლა კიდე ერთი რამე, აი სწორედ ეს არ უნდა ჩაწეროთ. თქვენ რომ საუბრობთ ამ ნაწილზე მე არ ვიცი ბატონებო, მე ვეყრდნობი პლატონს, რომელმაც თქვა რომ სოფლიო დიდზე დიდი რამ არის და ჩვენ მის უმცირეს ნაწილში ვცხოვრობთ.
ფაზისიდან ჰერაკლეს ვეტებამდე. ფაზისია მდინარე რიონი, ჰერაკლეს ვეტები არის გიბრალტარის სრუტე. აქ ცხოვრობდო და აქედან დაიწყო ყველაფერი. ნუ გვახვევენ თავზე ბევრ სხვა რამეს. და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დღეს ეს ყალბი ევროპულობა, ყალბი ამერიკულობა, ამერიკის ავტორიტეტი გაანადგურეს ამერიკის მხარდამჭერებმა ქვეყანაში, ევროპის ავტორიტეტი გაანადგურეს ევროპის მხარდამჭერებმა ქვეყანაში. წადით და ნახეთ გაზეთებში ჩვენ იმაში რო წავედით პარიზში რო ქუთაისის დღეები ჩატარდა პარიზში იუნესკოს ეგიდით სათაური რა იყო ევროპული ყაიდის ეროვნული ქალაქი არავინ არ ლაპარაკობდა მაშინ ამაზე კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ქუთაისს ეძახდეთ იმას ჩემი პოზიციის გამო მაშინ ქუთაისს ეძახდნენ შაშინგტონს მე ვამბობდი რომ რა შაშინგტონი ქართული ქალაქია მეთქი დღესაც ვამბობ არ შემიცვლია პოზიცია ვინც გინდათ ისი ლაპარაკეთ მე ქართული მხოლოდ ქართული გზა ქვეყნის გადარჩენის სხვა გზას ვერ ვხედავ მე ვერც აზიაში ვხედავ ქვეყნის გადარჩენას ვერც ევროპაში ვხედავ ქვეყნის გადარჩენას ვერც ამერიკაში და მით უფრო რუსეთში საქართველოს უნდა გააერთიანოს და სულიერი მისია შეასრულოს ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ეროვნული მოძრაობა გადაწყვეტს ყველაფერს დღეს ჩვენ ვიფიქროთ არა იმაზე ამ დოკუმენტებში რა გვიწერია ჩვენ ვეძებოთ ეროვნული ადამიანები არის ცხოვრების წესით ეროვნულად მოაზროვნე ადამიანები ბატონო თემურ ერთი წუთი იმიტომ რომ ბატონო ვახში მე ერთს ვიტყვი რომ ძალიან დაკონკრეტებაც არ ვარ მაგალითად ხელისუფლებამ რომ ჩაწერა კონსტიტუციაში ჩვენ მიმართული ვართ ევროპულ დააკეთა საწინააღმდეგო არ შეიძლება ეს არის თქვა რომ დაიშალოს ევროკავშირი როგორც საბჭოთა კავშირი რა მე სადმივდივართ და არ იქნა ეს კონსტიტუციური გადასარევი რამე თქვი თქვენ ამიტომ ზედმეტი დაკონკრეტებაც არის მან არის კონკრეტულად რომ საქართველოს არის ყოველთვის იყო ევროპისკენ მიმართული ევროპელი ვართ ქართველები ჩვენი შეხედულებით ჩვენი გენებით და ყველაფრით ვის ყავდა პირველი მეფე ქალი საქართველოს ხო ვის ყავდა პირველი პარლამენტარები ქალები საქართველოს 18 წელში სამი ქართველი იყო ხო დეპუტატი კი ბატონო ამიტომ ზედმეტად აღარ მინდა დავაკონკრეტოთ იმიტომ რომ მე მგონი მათ კარგად არის მინიშნებული და ამას ბატონო ერთი ჩვენ კარგად ყურეთ როგორი დაახლოებით ძალიან მოკლედ ვიტყვი ერთი წუთით დაახლოებით ბატონო ჩავწეროთ ბატონო ვახში მე აღარ დავყავდა არა ვინც ჩაწერა ეს ებძვის ევროპას ხო ესე იგი ყველაზე მეტად იმათ ჩაწერეს და აპაკეთებენ საწინააღმდეგო ჩვენ წერთ პატიოსნად საქართველოში უნდა იყოს ქართული პოლიტიკა ხალხო და ქართული მიმართულება ერთი წელი ძალიან უნივერსალური ხო და ამიტომ უნივერსალური უნდა გავყვეთ მე ამ იმას საქართველოს ფაქტობრივად მაგრამ დღეს ისეთი მოცემულობაა რომ ვიღაცას უნდა დავეხდოთ უფრო მეტად არ ვიკამათოთ ხალხო ეგ შიგნით გადავწყვეტოთ კიდე ნიუანსები ხო არ ვიკამათოთ უბრალოდ დაახლოებით ერთდაიგივეს ვართ და უბრალოდ რაღაც პატარა ნიუანსებია რასაკვირველია თქვენ გეთახმებით რომ ორიენტირი მაგრამ აი ეს ქვერასაც ამბობთ ნელ-ნელა ეს მდგომარეობა იფანტება ახლა გაურკვეველ სიტუაციაში ვართ ჩვენ უნდა გქონდეთ ჩვენი სახელმწიფოებრივი გამოკვეთილი გზა მე მანდაბაძე ვერც იმას ვეზარე ევროპელი ჩვენ არ ვართ ევროპელი ჩვენ ვართ იბერები კოლხი იბერები ვართ კავკასიელები და თუ მანდამაძე იმათ აქვს სათქმელი სამშობლო აქ და იმათ მოგდათ შინ კავკასიაში ეს დაჭირდება მათ მომავალში ამაზე ცოტა ჰიპოთეზას სასაცილო ლაპარაკი ხო დღეს ჩვენ ჭირდება თანამშრომლობა თანამშრომლობა რაც გამოიკვეთება რაც ორიენტირი ჩვენ რო გვექნება მოდელი ჩვენი და რომელიც ქვეყანა მხარეს გამოკვეთავს ჩვენთვის საინტერესო მხარეს დასავლეთი თავისთავად ცხადია და ასევე რუსეთთანაც მოგვიწევს და აი დავამთავრე მე როგორც ერთ რიგითი კაცი ნამდვილად თუ რუსეთი შეძლებს იმიტომ რუსი თვითონ სამწუხაროდ ვერ მართავს თავის ქვეყანას როგორც ეროვნულ და სამშობლოს შეძლებს და თავისავს იპოვის ყველაზე კარგი იქნება და იქნება ჩვენიერი მეზობელი. ხო, მაგრამ რა მე იძულებული ვარ, რომ თუ ტელევიზია რაღაც დროს იძლევა და რა ვიცი, მე მგონი მეცნიერთა კონგრესი რო 6 საათამდეა და რომ შეცვალეს რამე. უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ რა. ჩვენ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა გვაქვს. ამ დოქტრინაში წერია მე-6 პუნქტში. საქართველოს თანამშრომლობის, მეგობრობის ხელშეკრულებებს აფორმებს მხოლოდ იმ ქვეყნებთან რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
პატივსცემენ ჩვენს ტრადიციებს, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. დამთავრდა, გინდა ევროპაში იყავი, გინდა აზიაში იყავი, გინდა ანტარქტიდაში იყავი, ნებისმიერი ქვეყანა რომ ამით რუსეთია წერტილდასმული აქვს. და რუსეთი არ აკეთებს ამას და როგორც ბრძანა ბატონო ნეტავიეს გააკეთოს. ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ მზად. მე ხმამაღლა ვამბობ იმას, რომ კი ბატონო, ამას გადაწყვეტს დიდი ერთობა, როცა იქნება, მაგრამ რეალურად ყველაზე კარგად ეს ფორმულა ჩვენ გვიწერია. და ბატონმა იმედო მინდა იცოდეს, როდესაც ამისინ გამოსვლები იყო რუსეთს წინააღმდეგ, ჩვენ ვთხოვეთ, რომ მოგვეცით საშუალება წაგვაკითხეთ ეს დოკუმენტი ამ შეხვედრაზე, არ წაგვაკითხეს. იცის ეს ბატონმა ვახში და მიკვირს, რომ ამას არ წაგვაკითხეს. კარგით, უთხარით, მაშინ თქვენ წაიკითხეთ, თვითონ არ წაიკითხეს. მაშინ უთხარით, ნუილანძღებით ასე ეს პუნქტი წაიკითხეთ, მე-6 პუნქტი და ეს არის დასრულება რუსეთის პოზიციის. არც მე-6 პუნქტი არ წაიკითხეს. ვერ გაიგებ, ვინ შტირლიცობს ქვეყანაში. მე ვარ შტირლიცებითაა სავსე ქვეყანა. ჩვენ რო გონია ქართულ საქმეს აკეთებს, როგორც გერმანელებს ეგონათ, რომ შტირლიცი აკეთებდა გერმანულ საქმეს და აკეთებდა საბჭოთა კავშირის საქმეს, ასეთი შტირლიცებითაა საქმე ოპოზიციაც, ხელისუფლებაც. არც ოპოზიციაში, არც ხელისუფლებაში ეროვნული ავტორიტეტი არ არის. ჩვენი ამოცანა არის შევქმნათ ეროვნული ავტორიტეტის ერთობა. თანამემამულეთა, აი, იმიტომ კეთდება ეს ვიანბრის ბოლოს. დიდი მადლობა ბატონ თემო, ეხლა რაც ბრძანეთ ბატონოში, ჩვენ აქ საკამათო არაფერი გვაქვს, ერთი პარტიაც მიდით ევროპაშიც, მეორეც მიდით ევროპაშიც. ამიტომ ჩვენ აქ ფაქტიურად არაფერიზე არ აქვს საკამათო, თავი არის რომ ჩვენ ერთი ფიქსებით ვიდეო გამოცი როგორ ვიდეო, როგორ ვიდა ურის ქვეყანაში. როგორ ვიდა მიგვიყვანო. თავი თემა არის ისო ეს ფაქტია რომ იტყუები რეალურად ის საქმე რაც არის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში უამრავი საქმე ეს არის დადებითი საქმე ეკონომიკური პარტიის სისტემა ადრეშია უნდა დადო ჯანდაცვის სისტემის ინტეგრირების პოლიტიკა ეკოლოგიური საკითხებზე უნდა იყოს ხო ფაქტიურად ჩვენ ვხედავთ რომ 13 წელი ოპოზიციას არაფერი გაუკეთებია. რა საკითხი? სად არის ეს? ამათ არ შეუძლიათ შესაბამისად ესეთი პროექტები და აი ესეთი ფოკუსებით რომ ხარმელიას ვითომ სამაჯურს დააგდებენ, მერე მოიხსნის, მერე დაიჭერს, მერე საერთაშორისო ეს არის სუპერული სპექტაკლები და ამას გადის დრო ის ინტეგრირების საქმე რომელიც უნდა გააკეთებინა და არაფერს არ აკეთებს და არც გააკეთებს. აი ეს აი შტირლიცები არის ბატონ თემომა თქვა დავალებებს აკეთებენ. ხო, ილუზირებულად აკეთებენ რომ მათ აგე ხალხს უჭერენ, რეალურად ხალხისთვის არაფერი არ არის სწორი. ეს ბავშვები რომ გარბის, ხო, იციან. ხო, არაფერი არ ხდება. ძირითად თემაზე არ ვიმარცხავ. ჩვეულებრივად ფაქტია რომ ჩვენ უნდა ვაიძულოთ დავსვათ ეს კრიზისი დავამთავროთ, ხო? უნდა აიძულო აქ უკვე როცა ეგეთი საქმე უნდა დასვა. ისინი არიან პოლიტიკური ლიდერები, ხო? უარ წაართო, მაშინ შენ უნდა აიღო ხელისუფლება, კი, ხელისუფლება გდია ეხლა ქუჩაში რეალურად არ არის პოლიტიკური ძალა, თო ამ ბავშვებს ან მესამე ძალას მოიმხრობდა და დაასრულებდა ერთსა და მეორეს. აი ეს მესამე ძალა რო არის სიტყვა. სად არის პირველი და მეორე ძალა? ო, აი გარი, ჩემ პოზიციაზე. ძალა არ არსებობს ქვეყანაში აბსოლუტურად ემთხვევა. მესამე ძალა, ესე იგი იგივე სისულელი ბოდიში პარტია, იგივე სისულელი უნდა გავაგზავნოთ თუ მესამე ძალა ხარ. ანალოგიური ხარ. არა, ხო, მე თქვენ სიტყვას საერთოდ ჩამოყალიბდა ასე. მესამე არავით არის ძალა, მეთმა დაიპაროს, მაგათ ძალა რო ყოლდეს. მეთმა დაიპაროს. ძალა უნდა ყოლდეს ეროვნულობიერებას. ყველა მთელი პარტიები რო გადავაკეთოთ მთელი ახლა სისტემა შეიძლება ერთ სახელმწიფო ან დავაკომპლექტებთ ან თავის კადრები. ძალიან რთული პრობლემა, ნიჭიერი ვინც არის თითქმის ყველა გაიქცა სამსახური და ხო, ნუ ეს ახლა ცნობი ყველა მიცის ეგრეც ეგ. აქ როგორღაც უნდა მთლიანად უნდა გადავწყვიტოთ, ყველა უნდა იყოს ჩართული. ახლა ვიღაცის გამოკლებით ერთი პოლიტიკური ძალა ყველა უნდა დაჯდეს, კეთილი ვინებოდა გავათვიცნობიერო. ეს საერთოდ წასასვლელია. მოგებაზე კი არ არის საქმე, არ არის მომავალი თაობის გადარჩენაზე. ახლა თუ მომავლის თაობის გადარჩენა არ უნდა და დაიწყებენ მე ისევ მე უნდა გავიმარჯვოთ უკვე სხვა თამაში. არ არის ადეკვატური მოქმედება. უკვე ეს არის კლანური რეჟიმი, რომელსაც არ აინტერესებს და ეგეც ჩვენ რამდენი ვიცით 10,000
ბავშვი და აგე კულებში ხო ერთმანეთს ავსებენ, თავისთვის ხო გამოყენებოდი სისტემა მოკლედ ესე იგი ბატონებს იგი როგორც ჩანს ისინი უბრალოდ მე მინდა რომ ეს გაურკვეველი არ დარჩეს მეცნიერთა კონგრესი თავიდან როცა იქმნებოდა იყო ერთი მთავარი პრინციპი გვირჩევნია რამდენიმე პროგრესული კაცი გვიჭერდეს მხარს ვიდრე ათასები ბრმად გვიკრავდეს ტაჩს ამ პრინციპიდან როგორც გადავალთ და ჩვენ დავიწყებთ რომ რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერი ყავდეს წავაგებთ ეს ერთი და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი თქვა ბატონო ვახში მე ბევრისგან მომისმენია ეს მაგრამ იმ წუთშივე იხევენ უკან ვეუბნებით რომ თქვენ რატო იღებთ მარტო ქართული მხოლოდ ქართული გზა მარტო ეს კი არ არის ფორმულა ასეთი ქართული მხოლოდ ქართული გზა ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს ყველა ცდება ვინც ფიქრობს რომ ქვეყნის გადარჩენა ქვეყნის გარეჩა ქვეყნის გადარჩენა ქვეყნის შიგნითა საქართველოს არაზროს ყოფილა ჩაკეტილი ქვეყანა საქართველოს ყოველთვის იყო ცივილიზაციის სათავეებთან ჩვენ ქვეყნის გარეთ მნიშვნელოვანია ქვეყნის გარეთ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები სწორედ პატრონებს რომ ეძებენ ქვეყნის გარეთ ეს არის უბედურება და არავით არის სხვა ქართული ნიშნავს სწორედ იმას რაც არის ზოგად კაცობრიული და რაც არის ცივილიზებული და ცივილიზაცია და ის დაკავშირებულია სწორედ ძალიან ბევრი რამ ჩვენ ვართ სათავეებთან და რა უნდა ავიღოთ ვის უნდა მივსდიოთ რა უნდა მივსდიოთ მე მაგალითად გული მწყდება რომ ზოგიერთი ვინ წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში რუსეთმა თავისი ხალხით გაინადგურა ავტორიტეტი ამ ქვეყანაში ამერიკა თავისი ხალხით ვინც ხავს აქ თავისი ინადგურებს ავტორიტეტს და თავი ყველა იძახდა ამერიკა იმ ხალხმა გაანადგურა რუსეთი ის ხალხი ანადგურებს ბიძინამ გაანადგურა რუსეთის ავტორიტეტს საქართველოში ვერ შემოიბრუნებს რუსეთი ავტორიტეტს რატო იმიტომ რომ ის რუსეთს გონია ეს ბრმა გონია რომ მისი მხარდამჭერი ხალხში გაცილებით სწორი დამოკიდებულებაა ამერიკის მიმართ ევროპის მიმართ აზიის მიმართ ევროპის ესე რუსეთის მიმართ ვიდრე ეს არის პოლიტიკოსები თამაშობენ როგორც უნდა მე ქართველი ვარ და ვლაპარაკობ მხოლოდ ქართული გზაა მადლობა გირდით ყველას გადაცემაში მონაწილეობისთვის აქედან გვინდა მიულოცოთ პატრიარქს ალსაბრევიდან ჯანმრთელობა და დიდხანს უსურვებდა როგორც თვითონ ქართული მოვასწრები გამყრელი საქართველოს ჩვენი გადაცემა ამით დამთავრებულია ჩვენ ვისურვებთ ერთიან მთლიან სამშობლოს ერთიან მთლიან ერს და ერთიან მთლიან გაერთიანებულ თავისუფალ სახელმწიფოს რომელსაც ექნება თავისუფალი მიმოსვლა ყველასთან დაფასებული იქნება ყველას მიმართ ეს არის ძალიან რთული მისია თუმცა ეს არის შესასრულებელი ჩვენ არ უნდა ვიცით რომელიმე მხარე ყველასთან უნდა კონდეთ ორიენტაცია თუმცა ისტორიულად ევროპასთან თუმცა ეს ევროპასთან ინტეგრირების პროცესი ეს არის სამეცნიერო პროცესი ილი ამას იძახის რომ ევროპული მეცნიერება მაგრამ როგორც ხედავთ პირიქით 2000 წელს ვიცით როგორ დაანგრეს მეცნიერება ვანდალიზმი უწოდა ოცნება, თუმცა არაფერი გაუკეთებია და სწორედ ამიტომ ვიმკრით ამ კრიზისს, რომ თქვენ რომ ძანეთ სამეცნიერო ძლიერი ინსტიტუტები არ არის, რომელიც სახელმწიფოსთან ერთად მართავდა ამ კრიზისს. ამიტომ შესაბამისად იმ დეფიციტი, რაც არსებობს სახელმწიფოში, ჩვენ ვიღებთ პასუხისგებლობას, ვერთვებით მეცნიერებათა კონგრესი და ამ კრიზისის მართვის მენეჯმენტს ვიწყებთ შემდგომში პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრა და დანარჩენს შემდგომში გაცნობთ. რაც შეეხება ბატონ თემურის განაცხად იმ დოკუმენტებს, ამას პერიოდულად გვექნება ამ დოკუმენტებზე ჩართვა, ამ დოკუმენტების მიხედვით ვიმუშავებთ და მის რაც იყო გეგმა წარმოდგენილი, ამას ეტაპობრივად შევასრულებთ. დიდი მადლობა, კარგად გრძელდება. შეამინ ჩვენზე მუშაობს ესე რომ ჩვენი დრო დგება. დადგაგიდეთ. მადლობა.